დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი ეძღვნება მამაკაცებს. მამაკაცების ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ნოემბერი გახლავთ მამაკაცების ჯანმრთელობის თვე. ერთი რამ არის, რაც ხელს უშლის, ასე ვთქვათ, ანუ ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს, არის ხშირი ეაკულაცია. კვირაში 180 წუთი ვარჯიშს იგივე ეფექტი აქვს ერექციაზე, რაც ვიაგრას. ჯო ბაიდენთან მივიდეთ, კი ბატონო. ხშირად მოდიან, რომ ერექციის პრობლემა მაქვსო, მაგრამ რო ჩაიკითხები, სინამდვილეში არის, რომ სურვილი აღარ არის. როცა ნორმალურია რაოდენობა არის ტესტოსტერონი ორგანიზმში, დამატებით მისი მიღება არის ძალიან ცუდი. ძირითადად არის ხოლმე წვა, ხშირი შარდვა და ცხელები. აი ეს სამი არის ინფექციის მიმანიშნებელი. თავისთავად ეს კეთილთვისებიანი გადიდება რამდენად წარმოადგენს რისკ ფაქტორს ამ გადიდების ავტვისებიან კიბოდ გარდა. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს მთელს მსოფლიოში. ერთ-ერთი პირველი მიზეზი მამაკაცების შარდსადენი მილის შევიწროების არის არასწორად ამოღება კათეტერის საავადმყოფოებში. თვეში ერთხელ აუცილებლად დუშის ქვეშ რო დადგება და მოდუნებული რო არის ეს გაისინჯოს თვითონ სათესლე ჯირკველი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს და ეს დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი ეძღვნება მამაკაცებს. მამაკაცების ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ნოემბერი გახლავთ მამაკაცების ჯანმრთელობის თვე. შეიძლება შენიშნეთ კიდეც თქვენ გარშემო ხშირად კაცები ნოემბერში ულვაში თარიან ხოლმე, ეს იმიტომ რომ სწორედ კაცის ჯანმრთელობაზე, პროსტატის ჯანმრთელობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე მამაკაცების ამას ხაზი გაესვას, ინფორმირებულობა ამაღლდეს, დისკუსიები წახალისდეს და ასე შემდეგ. ამიტომ მეორენაირად ნოემბერსაც ეძახიან ხოლმე, იმიტომ რომ უსტათი ულვაშიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი ხვადაგიანი, რომელიც გახლავთ ჯორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის უროლოგიის სამსახურის უფროსი და ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გარშემო ბევრ ადამიანს აწუხებს, ან შეკითხვები აქვს, ან არის ის პასუხები სად მოიძიოს, ეს რასაკვირველია, ჩვენ დავიწყებთ საუბარს და დღეს ბევრს ვისაუბრებთ პროსტატის ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ ამას ხშირად კაცის მეორე გულსაც უწოდებენ ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანია პროსტატის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შესაბამისი სერვისების მიღება, იმიტომ რომ ეს წარმოადგენს კაცებისთვის ერთ-ერთ სუსტ წერტილს, ასევე რასაკვირველია გვერდსერავულით ერექციაზე და ერექციულ დისფუნქციაზე საუბარს, ვისაუბრებთ სიმსივნეებზე, ვისაუბრებთ ტესტოსტერონზე, მითებზე, მასტურბაციაზე და იმ თემებზე, რომელიც შეიძლება მამაკაცებს აწუხებდეთ და ასევე რაღაც კონკრეტულ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფებში, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე და შეიძლება კომპეტენტური პასუხების ნაკლებობა იყოს. ამიტომ ვისარგებლეთ შემთხვევით ამ ყველა შეკითხვას დავსვამთ იმ ფარგლებში, რასაც მოვასწრებთ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. კი ბატონო. მოდი პირველი შეკითხვა მექნება ესეთი ზოგადი, რომ აი ეს რაკი მაინც პროსტატის ჯანმრთელობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, როცა კაცებზე ვსაუბრობთ. აი საერთოდ რა არის ეს პროსტატა, რატო უნდა ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე და რატო ხდება ხოლმე ისე, რომ ამ პროსტატის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გვგებულობთ მაშინ, როცა პრობლემები უკვე დგას. არა მარტო ჯანმრთელობის კი არა, ორგანო რო გვაქვს მამაკაცებს, ეგეც კი რეალურად არ ვიცით. იმიტომ რომ ესე ცნობილი გამოთქმარი ქართული ექიმო პროსტატა მაქვს. მოდის ჩივილი არის, რომ პროსტატა მაქვს. მენისკი მაქვს ის არის. ხო, აი ზუსტად ეგეთი ვარიანტი არის რა. და ის რომ პროსტატა არის ორგანო, არის შარდის ბუშთან და მონაწილეობს როგორც მოშარდვის აქტში, ისევე სპერმის გამოყოფის აქტში და ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის, რომ გამოყოს ნივთიერებები, რომ გაუყვალოს სპერმატოზოიდებს გზა, იმიტომ რომ შარდში სპერმატოზოიდები ვერ ცოცხლობს და აი ეს ნარჩენი შარდის ნაკვალევი რაც არის შარდსადენში, ის რომ გაასუფთავოს, რომ სპერმატოზოიდებს ჰქონდეს მეტი შანსი, რომ მივიდეს დანიშნულების ადგილას. ანუ მოფუნქციე ორგანო გვაქვს მამაკაცებს ყველას. რაც შეეხება პრობლემებს, როგორც წესი პატარა ასაკში ძალიან იშვიათი არის, რომ რაიმე პრობლემა შექმნას და ზუსტად ამიტომ არიციან მამაკაცებმა. ეს ჩივილები იწყება წესით 50 წელს ზემოთ. 50 წელს ზემოთ არის ორი ვარიანტი, პროსტატამ რა პრობლემა შეიძლება შექმნას. ერთი არის კეთილთვისებიანი გადიდება, ანუ ზომაში მატულობს და პრობლემას ქმნის მოშარდვასთან დაკავშირებით, სუფთა მექანიკურად უშლის ხელს. მეტი არაფერი არ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა, მეორე ყველაზე ხშირი პრობლემა
არის პროსტატის სიმსივნე. პროსტატის სიმსივნის მინუსი არის, რომ არანაირ ჩივილებს როგორც წესი არ იწვევს, სანამ გავრცობილი არ ხდება და ამიტომ უმეტესობა ქვეყნებში კეთდება სკრინინგი. PSA ტესტი არის პროსტატოს სპეციფიკური ანტიგენი, ანუ ნივთიერება, რომელსაც გამოყავს მხოლოდ პროსტატის ქსოვილი. ეს არ არის სპეციფიურად მხოლოდ სიმსივნის დროს არ მატულობს. ანუ შეიძლება მოიმატოს პროსტატის უბრალოდ ანუ კეთილთვისებიანი გადიდების დროსაც. თუმცა იქ ბევრი ფორმულა არის, როგორ დაითვალო და მაინც დღესდღეობით მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, მიუხედავად, რა ვიცი, სხვადასხვა მცდელობისა, რომ უფრო ზუსტი რამ გამოიგონონ, PSA შევა ყველაზე ზუსტ სასკრინინგო ნივთიერება. აი ტერმინებიც რო დავაზუსტოთ ახლა, იმიტომ რომ ჩვენ გვსმენია პროსტატის ადენომა, პროსტატიტი, აი რა განსხვავებები არის ახლა აი ამების შემთხვევაში? კარგად. პროსტატის ადენომა არის ეხლა რაზეც ვისაუბრობ, კეთილთვისებიანი გადიდება. ცოტა შეიცვალა სახელწოდებები და რატო? ადენომა არის მორფოლოგიური დიაგნოზი. ანუ უკვე ნაოპერაციე პაციენტს რო მიკროსკოპში ჩაიხედებიან და ნახავენ ეს არის. მაგრამ კეთილთვისებიანი გადიდება არის, რომ ხედავთ, რომ გადიდებული არის და ეჭვი არ გვაქვს სიმსივნეზე. იქ რა არის? ნუ როგორც წესი ადენომა არის, მაგრამ ესე ქვია. აი პროსტატიტი უფრო საინტერესო რამ არის. და რატო? არსებობს მწვავე და ანუ არსებობდა ქრონიკული პროსტატიტი. მწვავე გასაგები არის მწვავე ბაქტერიული როგორც წესი, რომელსაც აქვს შემციuნება, მაღალი სიცხე, უეცრად დაწყებული მოშარდვის პრობლემები, ხშირი შარდვა, წვა და როგორც წესი არის ახალგაზრდებში. კი თქვი წეღა რომ 50 წელს ზემოთ იწყება თქო, მაგრამ ეს არ ეხება მწვავე პროსტატიტს. ანუ მწვავე პროსტატიტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში იყოს. და ამ შემთხვევაში მკურნალობა ანტიბიოტიკები არის როგორც წესი. აი ქრონიკულ პროსტატიტს რასაც ეძახდნენ ადრე, შეიძლება უფროსმა თაობამ უფრო იცის მასაჟებით პროსტატის მკურნალობა, რაღაც სხვადასხვა მეთოდებით, რეალურად ეს სახელი შეიცვალა, იმიტომ რომ პროსტატიტი რომ დაირქოს, უნდა იყოს ანთება. ანუ უნდა იპოვო, რომ არის პროსტატის ანთება. მაგრამ მოხდა რა, უამრავი ახალგაზრდა მამაკაცი მოდიოდა მსგავსი ჩივილებით, რომ რაღაცა ყრუხასიათის ტკივილი შორისის არეში, შარდის ბუშტის არეში, ხერხემალში, რასაც ადრე ეს ქრონიკული პროსტატიტი ერქვა. მაგრამ ვერ პოვლობთ მიზეზს. ანუ იმ დონემდეც კი, რომ ბიოპსიებსაც კი უკეთებდნენ ანთების სანახავად. ყველა ანალიზი რომ ნორმაში იყო, რომ იქნება ანთება არის და ანალიზებში ვერ ნახავთ და იქაც რომ ვერ ნახეს საბოლოო ჯამში. შეიცვალა სახელი და ეხა მსგავს მდგომარებას ქვია მენჯის ქრონიკული ტკივილი. ანუ ჩივილი აქვს მამაკაცს, ობიექტურად აქვს, აწუხებს, მაგრამ დიდი ალბათობით ჩვენ მიზეს ვერ პოვლობთ. ესეთ ხელმოსაჭის რომ ვიპოვოთ, რომ აი შენ ეს გაქვს და ამას კი მკურნალებთ, არ არის. შესაბამისად, ბევრი გამომწვევი მიზეზი არის ამ მენჯის ქრონიკული ტკივილის. დაწყებული მაინც რჩება ანთების, ანუ ინფექციის ის ვარიანტი უბრალოდ ვერ პოვლობთ, რატომღაც დამთავრებული მენჯის კუნთების დაჭიმულობით და ფიზიოთერაპია შველით. აი მთელი სპექტრი არის ამისი. სხვათა შორის ძალიან უმეტესობა შემთხვევაში ეს მამაკაცები არიან, მოდი ესე ვთქვათ, ემოციური ხალხი. ამას რა კავშირი აქვს ამ მენჯის ქრონიკულ ტკივილთან, ცოტა რთული სათქმელია. თუმცა ერთ თეორია შემიძლია ვთქვა. არის ესეთი ისე რომ ანთების დროს ტკივილი უნდა კონდეს ყველას, ხო, ნორმალური დამცველობითი ფუნქცია არის ორგანიზმის. და არის ესეთი თეორია, რომ ოდესღაც იყო ანთება, რომელმაც ჩართო ტკივილის მედიატორები. ანთებამ გაიარა, მაგრამ ეს ტკივილის შეგრძნება დარჩა ჩართული. და აწუხებთ ამ ადამიანებს, მაგრამ რეალურად ანთება აღარ არის. ნუ ჰიპოთეზის დონეზე არის ეს, ხო, ტკიცებულება. საერთოდ ექიმებს გვიყვარს ესეთ რაღაცა, როცა რაღაც არ ვიცით, ვარქმევთ რაღაცის ქრონიკული რაღაც. ეგრე, მენჯის ქრონიკული ტკივილი. რეალურად არ ვიცით რა აწუხებთ. ხო, კეთილი. აი პროსტატის კიბოზე რო დავრჩეთ და სკრინინგზე, ხო? პირველ რიგში განუმარტოთ ჩვენს მელს და მაყურებელს სკრინინგი თავისთავად რას გულისხმობს? ეს არის პრევენციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ დაავადება იმ დროს აღმოვაჩინოთ, იმ ეტაპზე აღმოვაჩინოთ, სანამ ის მას ჯერ კიდევ არ გამოუვლენია სიმპტომები ადამიანში და
საწყისივე ეტაპზე მოხდეს დიაგნოსტიკა და შესაბამისად მკურნალობის შედეგებიც იყოს უკეთესი. ჩვენთანაც მუშაობს ესეთი სკრინინგ პროგრამა, რომელიც ემსახურება 50-დან 70 წლის მიზნობრივი ჯგუფი არის 50-დან 70 წლის ასაკის კაცები, სადაც ზუსტად ეს თქვენ მიერ ხსენებული პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტი ტარდება. პირველ რიგში მაინტერესებს და ჩვენ ჩვენ გადაცემის დაწყებამდეც ვამბობდით, რომ ჩართულობა საკმაოდ დაბალი არის ამ 3.4%. არ ცილდება, ხო, 3.4%. პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად ესე ვთქვათ, სანდო ტესტია ეს, ნაწილობრივ უკვე შევეხეთ და რამდენად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ასაკის მქონე კაცმა, რომ ჩაიტაროს სკრინინგი ამ პროსტატის მიმართ სპეციფიკურ ანტიგენზე და არსებობს თუ არა მდგომარეობები, რომლებსაც ასევე შეუძლია ამ კონკრეტული ანტიგენის დონის მატება გამოიწვიოს სისხლში და დიფერენციული დიაგნოზი წავიდეს ესა. კარგით. ვეცდები ყველაფერს უბასო. პირველ რიგში, საიდან მოვიდა ასაკი 50-დან 70 წლამდე. 50 წელს ქვემოთ ალბათობა არის ძალიან პატარა პროსტატის სიმსივნის განვითარების და თუ ოჯახური ანამნეზი არა აქვს, ანუ უახლოესი მამა, ბიძა, ძმა, ბიძაშვილი, ანუ თუ ოჯახური ანამნეზი არა აქვს პროსტატის სიმსივნის განვითარების 50 წლამდე არ ჭირდება სკრინინგი. იმიტომ რომ ძალიან პატარა არის ალბათობა. თუ აქვს ოჯახური ანამნეზი 45 წლამდე ჩამოდის სკრინინგის ასაკი. 70 წელს ზემოთ აღარ არის მიჩნეული საჭიროც და რატო? თუ ამ ასაკისთვის უკვე ჩივილს არ იწვევს ეს, ანუ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე არის. მისი მიმდინარეობა იმდენად დუნე არის და იმდენად კარგად ექვემდებარება შემდეგ სისტემურ თერაპიას, ეს სისტემური შეიძლება იყოს ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია იქნება თუ დასხება. კარგად ექვემდებარება, რომ მოგება არაფერი აღარ არის ამ სკრინინგით. ანუ რეალურად პაციენტისთვის არაფერი არ იცვლება შემდგომ სკრინინგით. ანუ დარჩა ეს ორი ასაკობრივი ჯგუფი. რაც შეეხება მარტო სიმსივნე იწვევს თუ არა, ეგ თქვით რომ ანუ მარტო სიმსივნე არ იწვევს, ანუ კეთილთვისებიანი გადიდებაც, რადგან პროსტატის ქსოვილი გამოყოფს ამ ანტიგენს, უბრალოდ რაც მეტი არის ქსოვილი, მეტი არის ანტიგენი. შესაბამისად არის ესე სხვადასხვა ფორმები ამ პროსტატოს სპეციფიკური ანტიგენის, ერთ-ერთი არის მაგალითად ითვლი სიმკვრივეს. მარტივი ფორმულა არის, ნახულობ რამხელა არის მოცულობა პროსტატის და ამას ყოფ ამ პროსტატოს სპეციფიკური ანტიგენის რაოდენობას და გიწევს სიმკვრივეს და ითვლი რეალურად ეს მომატებული არის, იმიტომ რომ პროსტატა არის დიდი, თუ იმაზე მეტად არის მომატებული, ვიდრე მხოლოდ პროსტატის ზომა განსაზღვრავდა. ესეც გვეხმარება, რომ თქვათ ნორმა რო არის 20 გრამს ეძახიან საქართველოში, იდეაში არის კუბური სანტიმეტრი, ანუ მოცულობის ამბავი. თუ არის ნორმა 20-24 და მამაკაცს აქვს ეს გადადებული 200-300 გრამამდე, ხო? ანუ მას ვერ ექნება ნორმა PSA რო არის 4-მდე, ვერ ექნება ეს 4-მდე, იმიტომ რომ არის 10-ჯერ და 15-ჯერ გაზრდილი და თვითონ ეს PSA კი არ მიყვება ესე რაოდენობაში, მაგრამ შეიძლება კონდეს 10 4-ის მაგივრად და იყოს აბსოლუტურად ნორმალური და არც ბიოპსია გაუკეთო და არც დამატებით კვლევებზე საერთოდ არ წახვიდე. ასევე ყველაზე შედარებით იშვიათია, მაგრამ ძალიან ზემო წევს არის გარკვეული პროსტატის ანთებების დროს მატულობს. რომლის დროსაც შეიძლება 100-ზე ზემოთაც კი იყოს PSA, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს კლინიკა, აი როგორც წეგავთ თქვი, დაახლოებით ბაქტერიული პროსტატიტის. ანუ მაღალი სიცხე, შემცივნება და ესეთ დროს აღებული მაღალი PSA არ ითვლება ჩვენებად ბიოპსიის. ჯერ მკურნალობ ინფექციას 2 თვე მინიმუმ უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ნახევარდაშლის პერიოდით დრო ჭირდება, ეს არა რომ სიცხემ გაიარა და უცბად ნორმაში იყოს. 2 თვის მერე ვაკონტროლებთ PSA-ს და თუ ჩამოვიდა ნორმაში, ვიტყვით რომ ნამდვილად ინფექციის ბრალი იყო. კეთილი. აი რისკ ფაქტორებს რო დაუბრუნდეთ, ნუ ერთი გენეტიკური განწყობა დაასახელეთ, აი სხვა რა რისკ ფაქტორები შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ცხოვრებაში, ხო ვიცით მაგალითად, რომ თამბაქოს მოწევა პირდაპირ არის ასოცირებული ფილტვის კიბოს მომატებულ რისკთან, ხო? თუ არის რაიმე ესეთი ცხოვრების სტილის რაღაცა ასპექტები, რომელიც ზრდის პროსტატის კიბოს განვითარების რისკს, აი ამ სკრინინგის ასაკამდე, ხო? ანუ როცა შეიძლება ადამიანმა გადაწყვეტოს, რომ მანამდე მივიდეს და ჩაიტაროს ტესტი ამ PSA-ზე, ამ პროსტატ სპეციფიკურ ანტიგენს. ერთი რო არ დამავიწყეს, გეტყვით, მანამდე რა შემთხვევაში ვაღებიებთ ხოლმე პაციენტებს.
რეკომენდაცია არის 40 წლის ასაკში რომ აიღოს პაციენტმა PSA, რომ იცოდეს ნორმა რამდენია თავისთვის. იმიტომ რომ სხვადასხვა ნორმა არის და აქ მაგალითად შემოდის სიჩქარის, ანუ PSA-ის ზრდის სიჩქარის იდეა, ასე ვთქვათ. და რატო? ვიღაცას თუ ქონდა 40 წლის ასაკში 0.3 ნანოგრამ მილლიძე არის PSA და 50 წლის ასაკში გაუხდა 3, თითქოს ნორმაში არის, იმიტომ რომ 4-მდე არის ნორმა, მაგრამ ზრდა არის ძალიან დიდი, ხო? 0.3-დან 3-მდე არის 10 ჯერად ისდა. და თუ ვიღაცას ქონდა 2, 40 წლის ასაკში და 50 წლის ასაკში 2 არის, ნუ იცით რომ ეს 2 არის მისი ნორმა და აღარ შეშფოთდები 50 წლის ასაკში. ამიტომ 40 წლის ასაკში რეკომენდაცია არის, რომ უბრალოდ იმიტომ რომ ნორმაში რამდენი აქვს იცოდნენ. მეორე შეკითხვა რა იყო? აი რისკ ფაქტორები სამწუხაროდ არ ვიცით. ერთადერთი არის ეს გენეტიკური და მარტო ოჯახის წევრზე არა, ანუ როგორც ის არის ძუძუსკიბო შემთხვევაში ეგრეთ წოდებული BRCA გენი, ანუ BRCA მუტაცია. ამ მუტაციის შემთხვევაში PSA-საც უფრო ადრე ვიწყებთ და მკურნალობაც უფრო აგრესიული არის, ვიდრე როცა არ არის ეს მუტაცია. ეს არის ერთადერთი რისკ ფაქტორი. თუმცა ერთი რამ არის, რაც ხელს უშლის, ასე ვთქვათ, ანუ ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს, არის ხშირი ეაკულაცია. ანუ იქ არის კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ თვეში 21 ან მეტი უნდა იყოს, რომ შევამციროთ პროსტატის კიბოს რისკი. ხო, და ფეხით სიარულიო ამბობენ. დანარჩენი მითი არის. ხო, დანარჩენი მითი არის, ანუ თუ ისეთი ცხოვრების წესი გაქვს, რომელიც ხშირად მოითხოვს, ანუ დღის დიდი ნაწილის განმავლობაში მოითხოვს ჯდომას, ასე ვთქვათ, პერინეუმის არეში სისხლის მომარაგება თუ შემცირებულია და ეს თეორიაც ვნახე, რომ შეიძლება ზრდიდეს პროსტატის კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ ეს არის მაყურებელმა სანდრო. ნუ აი მენჯის კუნთებში სისხლმომარაგება, მენჯის ფუძეს რასაც ეძახიან, იქ სისხლმომარაგება როცა ნაკლები არის, შეიძლება ეზრდიდეს, თუმცა შერეული არის მტკიცებულებები. ხო, არ არის ზუსტად არ არის მტკიცებულება, რომ ეს იწვევს რამეს. მეტის გეტყვით, იქ ბევრი მითი არის, რომ აი ცხენზე ჯდომა, ველოსიპედზე ჯდომა. ხო, ანუ არაცეც არ აქვს მტკიცებულება. ერთადერთი ველოსიპედზე ჯდომას აქვს მტკიცებულება პირიქით. ოღონდ პროსტატის სიმსივნეზე არა. ორი ცუდი მტკიცებულება აქვს. ერთი რომ შარცადენი მილი შევიწროებას იწვევს, იმიტომ რომ ეს მექანიზმი იგივეა. ანუ ხო ვიწრო არის იქ სკამი და შარცადენი მილი არის დაჭყლეტილი ხანგრძლივი პერიოდებით, ვინც დიდი ხანი დადის ველოსიპედით და სუფთა სისხლის მიმოქცევის გამო ხდება იშემია, ნაწიბური ყალიბდება და ვიწროვდება შარცადენი მილი. და იგივე მექანიზმით ერექციის პრობლემას იწვევს ველოსიპედით ხანგრძლივაცი არა. ველოსიპედზე ესეც გამიგია, ან აღწერაში პროდუქტის, სკამების აღწერაში პროდუქტის მინახავს ესე დამარკეტებული, რომ პირიქით აი პროსტატას, ანუ წინამდებარე ჯირკვალს ამასაჟებს და პირიქით კარგი არის ეს ისე. მაგ მტკიცებულება არ არის. მარკეტინგი ყველაფერი შეიძლება ვნახოთ, მაგრამ მტკიცებულება არ არის. რომ ვთქვათ რა, რომ ნამდვილი არ არის. აუ ისევ იქ მინდა რომ ერთად დავბრუნდი ამ სკრინინგის ნაწილში რა. ანუ ჩვენ თქვით, რომ ნუ 50 წლამდე მხოლოდ აი ამ მიზეზით თუ შეიძლება გაკეთდეს ჩატარდეს სკრინინგი, რომ შენი მინიმალური დოზა იცოდე, ან მეორე ვარიანტი, ნუ და მე 70 წლის ზემოთ არ კეთდება. ეს როგორც მახსოვს 70 წლის მერე არ კეთდება, იმიტომ რომ ამ ცილის ოდენობა ისეც იმატებს, ხო და არა, თუ ჩივილი არ აქვს პაციენტს. შენ ამ PSA-ის აღებით არ ცვლი მის დაავადების მიმდინარეობას. ანუ როგორ არის იცით? ნებისმიერი მკურნალობა რო დაიწყო და მანამდე გამოვლინდებოდა, ეს არის იდეა? არა. ნებისმიერი მკურნალობა რო დაიწყო. 75 წლის კაცად ვარ ვუკეთებთ. ჯო ბაიდენის кейსთან მინდა რომ მივიდე. ჯო ბაიდენთან მივიდეთ, კი ბატონო. სკრინინგი ზოგადად მთელ სოფელში ყველგან არის დაკავშირებული ფინანსებთან და ითვლიან ფინანსით. რომ მე ამდენ პაციენტს რო უკეთებ PSA-ს, რა მოგება მაქვს ამით? ანუ რამდენ პაციენტს გადავარჩენ, მოდი ესე ვიტყოთ. და აღმოჩნდა რომ 70 წელს ზემოთ ეს რიცხვი ძალიან დაბალი არის. და რატო? ნებისმიერი მკურნალობა რო ჩაუტარო პროსტატის სიმსივნეს, პირველი რა შეკითხვა წერია, მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს 10 წელიწადს. თუ არ აღემატება 10 წელიწადს, ეგრეთ წოდებული დეფინიტიური, ანუ უშუალოდ პროსტატის მკურნალობა, რაც ოპერაცია ან დასხივება არის, ხო? არ ხდება. იმიტომ რომ თუ ეს 10 წელიწადს არ აღემატება, შენ მედიკამენტოზური ჰორმონოთერაპიით იმდენი ხანი არის პაციენტი კარგად, რომ აი სკრინინგი უყურე აღარაფერს აღარ გიკეთებს.
და იმ ადრეულ სტადიაზე პოვნა სიმსივნის აღარ გჭირდება. რომ აცვლის არაფერს პაციენტისთვის. შეიძლება პირიქითაც ეს ცხოვრების ხარისხი პირიქით გაუუარესო, გქონდეს კი, თუ კი, ოპერაცია კი. ჩაუტარე, ქიმიოთერაპია და ასე შემდეგ. კი. ანუ ის 10 წელი რაც მოსალოდნელი უკეთესი ექნება მედიკამენტური და ჰორმონჩანაცვლების თერაპიის ფონზე. კიდე თან შეიძლება ეგეც არ დაჭირდეს, იმიტომ რომ ნელაზრდადი არის და შენ აღარ გჭირდება ადრეულ სტადიაზე რო იპოვო. ანუ იმას შეიძლება საერთოდ არანაირი ჩივილი არ ქონდეს სიცოცხლის ბოლომდე. ასე კი სიდია იგი. ხო, იმიტომ რომ ასაკმა და ჯო ბაიდენის кейსმა ახლა იმიტომ ვსაუბრობ ახლა კონკრეტულ ადამიანზე, რომ მთლიანად გაასაჯაროვა თვითონ ოჯახმაც ეს ამბავი და თვითონ ბაიდენმაც მისმა მეუღლემაც და ასე შემდეგ, ხო, იმიტომ რომ რაღაც манипуляციების საგანი გახდა. იმიტომ რომ მან გაიკეთა უკვე 80 წელს გადასცილებული იყო, როცა განაცხადეს, რომ დაუდგინდა პროსტატის კიბოს დიაგნოზი და მაგასაკში სკრინინგი არ კეთდება და ამაზე იყო რომ საიდან გაიგესო რა, ანუ სხვა გამოკვლევებით ეთყობა სხვა ჩივილების გამო იქნა ეგ. ეს დიაგნოზი დადგმული და ეხლა გავიგეთ რომ იტარებს აპნეიმას თერაპიებს და მკურნალობს და რაღაცა კი და ძალიან დიდი ალბათობით პროსტატის სიმსივნისგან არ მოკვდება ბაიდენი. ხო, ანუ სიკვდილის უშუალო მიზეზი არ იქნება პროსტატის. ხო, ეხლა როგორც მახსოვს ეს სტატისტიკა 99%-იანი გადარჩენადობა აქვს, როცა ადრე არის დაწყებული ჩარებები, როცა ჩარება საჭირო არის. 99 ცოტა მაღალი არის. მაღალია, ხო, ეგრე შეიძლება ამერიკის სტატისტიკაა და იქ ცოტა სხვანაირად წერდნენ. არა, აი ეხლა რაც თქვი. და 35% როცა უკვე მეტასტაზური ის გვაქვს. ხო, მეტასტაზირებულზე, თუმცა ისიც გაუმჯობესა, ბევრი ის წამოვიდა, ანუ ეს სტატისტიკები უმეტესად იყო მხოლოდ ჰორმონოთერაპიაც. შემდგომ ნახეს, რომ ქიმიოთერაპიის დაწყება მაშინვე ადრე იყო ესეც სისტემა, ჯერ ჰორმონოთერაპიას იწყებდი, თუ ჰორმონოთერაპია რეზისტენტული გახდებოდა, აღარ მოქმედებდა ჰორმონოთერაპია, მერე იწყებდი ქიმიოთერაპიას. შემდგომ უკვე ახალი წამლები რო შემოვიდა, ნახეს, რომ გარკვეული დოცეტაქსენი მაგალითად პირველი იყო, ვინც თქვეს, რომ თუ მეტასტაზირებული არის თავიდანვე დიაგნოზის დროს ჰორმონოთერაპია და ქიმიოთერაპია ერთად საკმაოდ დიდი, ანუ წელიწადზე და მეტზე იყო საუბარი სხვაობაზე სიცოცხლის, მეტასტაზირებული შემთხვევაში წარმოიდგინეთ და ეხლა უკვე არის მეორე რიგის ანდროგენული ბლოკადები, ანუ ბევრი ახალი წამლი იმუნოთერაპიის, მართლა იმუნოთერაპია ჯერ სტანდარტში არ არის კვლევების დონეზე, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. ამიტომ პერსპექტივები დიდებული ჩანს. კი, ანუ სიკვდილიანობა, ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდა, მოკლედ სისტემური თერაპიის დამსახურებით. მათ შორის გავრცელებული პროსტატის სიმსივნის დროსაც. ხო, და დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ახლა წამოგვეწევა ის ახალი მეთოდები, რომლებიც ახლა კლინიკურ კვლევებში იქ უკვე ვიცით, რომ კარგი შედეგებია ძალიან და როცა დასრულდება კლინიკური კვლევები და როგორც მეთოდოლოგია უკვე დაინერგება, კიდევ უფრო კარგად იქნება, მაგრამ მანამდე თავზე ჯერ კიდევ მიხედვა გვჭირდება. აი ეს მაინტერესებს, აი 50 წელზე ქვემოთ რა, აი ეს რო შევაჯამოთ ეს ნაწილი ბარემ. 50 წლის ქვემოთ თუ კაცს აქვს რაღაცა პრობლემები და მიდის ექიმთან, როგორც წესი, უროლოგის მხრიდან პასუხი არის ხოლმე პირველ რიგში იწყება ბაქტერიული ინფექციების გამორიცხვა. ნუ ჩივილს გააჩნია. ანუ ბევრი სხვადასხვა ჩივილი არის. აი მაგალითად შარდვის პრობლემები აღენიშნება. მოშარდვის პრობლემები გლობალურად იყოფა ორ ნაწილად. ქვია ობსტრუქციული, ანუ როცა ნაკადის პრობლემა არის, გაჭირთვა ჭირდება მამაკაც, გვიანი წყება, ნაკადი ცუდია და ახლოს მისვლა უწევს, იმიტომ რომ შორს ვერ შარტავს და ამ შემთხვევაში ინფექციასთან როგორც წესი კავშირი არ აქვს და არის ან პროსტატაა გადიდებული, ან შარდსადენიმილის შევიწროება არის, ან შარდის ბუშტის რაღაცა პრობლემა, რომ შარდის ბუშტი კარგად არ იკუმშება. მენჯის ფუძის კუნთების არა, მაგ შემთხვევაში ერთ-ერთი კუნთი, რომელიც მნიშვნელოვანი არის სფინქტერი. არსებობს ესეთი რაღაცა დისსინერგია ქვია, ანუ წესით შარდის ბუშტის კუნთი რო იკუმშება, სფინქტერი უნდა მოდუნდეს, რომ გაატაროს ადვილად. და აი ამ მექანიზმში თუ რაღაც დარღვევა არის, შეიძლება არ მოდუნდეს და ნაკადი ცუდი იყოს და ჭინთვა ჭირდებოდეს. ასევე ამისთვის ძალიან სპეციფიური ნიშანი არის, რომ შუა მოშარდვაში შეიძლება შეწყდეს. ანუ ერთადერთი ეს კუნთი არის. და მეორე ჯგუფი, ანუ მოშარდვასთან დაკავშირებული არის ეგრეთ წოდებული ირიტაციული, ანუ ხშირი შარდვა, წვა, შეკავების პრობლემა არის, რომ მოუნდებათ, რომ ვერ ასწრებს მისვლამდე, ანუ შეუკავებლობა, ხო, urgency. ანუ ეს ორი უნდა გავყოთ. იმიტომ რომ პირდაპირ მიგვითითებს სხვადასხვა დიაგნოზზე. დიაგნოზზე. ბაქტერიული სავარაუდოდ, ხო, აქ უნდა გამორიცხოს. ხო, ბაქტერიული, ანუ ინფექციით გამოწვეული არ იქნება მაგალითად სუსტი ნაკადი. შეიძლება ხშირი შარდვა რო აქვს, მაგიტო ძალიან დიდი ნაკადი არ იყოს, მაგრამ პრობლემა არ აქვს, ანუ ჭინთვა არ ჭირდება, წინაღობა არ აქვს. ძირითადად არის ხოლმე წვა, ხშირი შარდვა და ცხელება.
აი ეს სამი არის ინფექციის მიმანიშნებელი. ობსტრუქციის შემთხვევაში სუსტი ნაკადის შემთხვევაში ეს დრიფინგს რასაც ეძახიან წვეთვა მოშარდვის შემდეგ ესეც ამ პირველ კატეგორიაში ეგ ცოტა უფრო ორაზროვანი რამ არის დრიფინგი, იმიტომ რომ ცალკე აღებული დრიფინგი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან ერთად ალბათობა მატულობს ამ დრიფინგის და ამის მიხედვით წესით ობსტრუქციული უნდა იყოს რაღაც, მაგრამ ხშირად მოდის პაციენტი, რომ ნაკადი კარგია, ვშარდავ კარგად, მაგრამ დამეწყო ეს. დიდად ლიტერატურაში ვერ ნახავთ ესეთი მკაფიო მიზეზს თუ რა არის ამის გამოწვევი. თუმცა საშიში არ არის და არის ხოლმე ძალიან მარტივით რომ ვეუბნებთ რომ გამოიყენეთ სალფეტკი, რომ დაიმშალოთ და აი საშიში რო ახსენეთ, აი რო დაუბრუნდეთ პროსტატის კეთილთვისებიან გადიდებას. თავისთავად ეს კეთილთვისებიანი გადიდება რამდენად წარმოადგენს რისკ ფაქტორს ამ გადიდების ავთვისებიან კიბოდ გარდა. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, სხვადასხვა ზონიდან ვითარდება აბსოლუტურად, სიმსივნე პერიფერიული ზონიდან ვითარდება და მაგიტუარი რომ ჩიულს არ იწვევს სანამ არ გავრცელდება, იმიტომ რომ ამ პერიფერიულ ზონას კავშირი არ აქვს შარცადენმილთან. ან პერიფერიაზე არის რა. და იქ სანამ ისი არ გაიზრდება რომ წამოვიდა და ჩაიზარდა აქეთ, მანამდე ჩიულს არ იწვევს. ობსტრუქცია კი ცენტრალური ზონიდან არის, ანუ უშუალოდ შარცადენმილი სადაც არის, ის ნაწილი იზრდება უბრალოდ და დაახლოებით არის სტრუქტურულად როგორც ქალებთან მიომა არის რა, ანუ იზრდება, არაფერს არ აფუჭებს, ამ შემთხვევაში ჩვენთან შარცადენმილი არის და იმას კეტავს და თეორიულად თუ ძალიან გაიზარდა, სისხლდენების წყაროც შეიძლება იყოს. პრობლემის ადგილმდებარეობა ვახსენეთ და მაინტერესებს რამდენად ხშირად გამოიყენება ისევ აი დიგიტალური გასინჯვა სწორი ნაწლავის კიბოსადიაგნოსტიკოდ, როგორც რომ აი გაგვიმართლა და იქ არის სადაც თითითაც ისინჯება. არა, მაგ კუთხით არ არის. რეკომენდაციაში არასდროს არ ამოუღიათ. ანუ დღესდღეობითაც ერთ-ერთი ძირითადი ის არის თითით გასინჯვა პროსტატის. თუმცა ახალ თაობებში უფრო ნაკლებად იყენებენ ამას, ეს არის ძირითადად MRI-ის განვითარების გამო. იმიტომ რომ ისედაც რომ სინჯავ მარტო უკანა ზედაპირს და თუ დიდი არის პროსტატა, პატარა ნაწილს მისცეს. იმიტომ რომ თუ დიდი არის, საერთოდ ვერ წოდებით თითით. MRI-ის შემთხვევაში კიდე აფასებთ თლიანად ჯირკვალს, ხო? მაგრამ არის ესეც სასაცილო golden finger-ი ქვია. არის სიმსივნეები, როდესაც შეიძლება მაგალითად PSA იყოს ნორმაში. აბსოლუტურად ნორმაში იყოს და ეს არის როგორც წესი ეგრეთ წოდებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები პროსტატის, სადაც ანუ სხვა ტიპის უჯრედები მრავლდება, ამ PSA-ს არ გამოყოფს და ხელი თუ არ გასინჯე, ხა პირდაპირ MRI-ზე არ უშვებ როგორც წესი პაციენტი, ანუ სკრინინგი MRI-ით არ არის, ხო? MRI-ით უშვებ თუ PSA მომატებული არის და ეჭვი გაქვს მაგ შემთხვევაში და ამიტომ არავის არ ამოუღია წესით თითით ყველა პაციენტი უნდა გაისინჯოს. სხვა კიდე რა გამოკლების მეთოდები არის, რომლების სტანდარტულად უტარდებათ ხოლმე, მაგალითად, ესე შუაზე რო გავყოთ რა, 50 წლამდე ადამიანებს და მეერე. ნახეთ კიდე რა უნდა გავყოთ. სკრინინგის გარდა თუ მამაკაცი მოდის მოშარდვის პრობლემით, ალბათ ახლა პატარა ასაკში უფრო ძირითად მაგ პრობლემებით არიან, ხო? აი მე რეკინდება ალბათ რო ეგ არის, თორე ალბათ უმეტესობას გონია რომ კიფო აქვს რა ვიცი. მეგრევა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში PSA არ არის მარტო 50 წელზე მიმული და აი 50-დან 70-მდე არის სკრინინგი, მაგას უნდა გავუშვათ ხაზი. თუ ჩივილი აქვს 70 წელს ზემოთაც უკეთებ და 50 წელს ქვემოთაც უკეთებ. თუ მოვიდა ჩივილით, იმიტომ რომ უკვე სკრინინგი აღარ არის. არა, სკრინინგი აღარ არის ეგ. ეს სპეციფიურად მაგიტო არის სახელმწიფო როდის აფინანსებს მაგაზეა. თორე იქ იმაზე კი არა საუბარი რომ თუ ჩემთან მოვიდა რომ ნაკადი ცუდი მაქვს პაციენტი და 45 წლის არის, მე იმას PSA-ს უკეთებ. ოღონდ ეგ უკვე სკრინინგი აღარ არის. ეგ არის ჩივილებით მოსული პაციენტი. გავიგე. და იმ შემთხვევაში აქ ესეთი რაღაც ნიუანსური შეკითხვა მაქვს. თუ აი პაციენტს აქვს შესაძლებლობა იმის, რომ ჩაიტაროს MRI პირდაპირ სიტყვაზე, მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია. სიზუსტის თვალსაზრისით, დიაგნოსტიკური ღირებულების თვალსაზრისით, რომელი უკეთესი სადიაგნოსტიკო მეთოდი არის ამ ანტიგენის განსაზღვრა სისხლში თუ მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება ჩივილების დროს? როცა უკვე ჩივილები აქვს პაციენტს, რომელიც გაფიქრებინებს არა მარტო ჩივილებზე, სკრინინგათაც კი, ოღონდ ეს უკვე ბევრად უფრო დიდ ფინანსურ შესაძლებლობას მოიწევს, სადაც PSA $3 ჯდება და MRI ჯდება ევროპაში მithumetes ბევრი. მაგრამ მიუხედავად ფინანსებისა, მაინც უამრავი კვლევა არის ახლები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ სკრინინგისთვის MRI დავიწყოთ. იმიტომ რომ
კომბინაციაც ყველაზე კარგი ვარიანტია PSA-ის და MRI-ის, მაგრამ მაგალითად იქ არის შეფასების სისტემა 1-დან 5-მდე. 1 რო ავიღოთ, ხო, აი პირაცი 1 ქვია. ერთი შემთხვევაში ალბათობა რომ პროსტატის სიმსივნე იყოს იმ ჯირკვალში არის 1%-ზე ნაკლები. და PSA-ის მაგხელა სიზუსტე არ აქვს. თუმცა აქაც არის მე ხა 2 და აი 3 შუალედური გაუკეთო, არ გაუკეთო ესეთი ის არის, მაგრამ სკრინინგისთვის საუბარი დღესდღეობით მიდის რომ ხო არ დავიწყოთ MRI-ის კეთება. მაგრამ ნუ ხო ეს ალბათ ჯერ ამ ეტაპზე არის ესე რეალურად ხელი შემშლელი ფაქტორი არის ფინანსები. ხო, მაგიტო დავშეკითხვა რომ ისეთი იმიტომ ხო არ ვაკეთებთ სულ PSA-ის რომ უკეთესი არა, იმიტომ რომ უფრო ხარჯ-ეფექტურია. ეგ არის ამბავი. ხო, რომ იმ ადამიანებს რომლებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა შეუულიათ რომ პირდაპირ MRI, ნუ ორივე ყველაზე კარგი. კი ბატონო, ანუ ერთი შეკითხვა მექნება და ამ ამოვწუროთ მოვჩები, ხო? აი როცა არის ეს ნაკადის პრობლემები, შარდის ნაკადის პრობლემები, ოღონდ არა ინფექციით გამოწვეული. მაგ შემთხვევაში მსმენია ესეთი რაღაცა, რომ მასტურბაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი პრევენციის ნაკადისთვის? არანაირი კავშირი არ აქვს. ნაკადი არის სუფთა მექანიკური რაღაცა, ანუ მექანიკურად რაღაცა უნდა უშლდეს ხელს. ან ერთ-ერთი ის არის რომ თუ შარდის ბუშტი არ იკუმშება, ამ შემთხვევაში არ არის ნაკადი, მაგრამ არ შარდის ბუშტს არ ეხმარება მასტურბაციის ხშირი მასტურბაცია და მით უმეტეს თუ ანატომიურად გაზრდილი არის პროსტატა. ან ახალგაზრდებში ძალიან იშვიათი არის გაზრდა. ახალგაზრდებში როგორც წესი შარდსადენი მილის შევიწროება არის ხოლმე ტრამვის გამო. ანუ ანამნეზში აქვთ, ან ავტოავარიაში არის მოყოლილი, ან რაღაცა ოპერაცია გაკეთებული და კათეტერი ედგა შარდის ბუშტის და როგორც წესი ხშირად ესე იხსენებენ ხოლმე, რომ ან ძალიან მტკივნეული იყო თვითონ კათეტერის არსებობა შარდსადენ მილში და ძალიან აწუხებდა ესე ახსოვსდები რომ ძალიან აწუხებდა და ამოაღებიეს, ან სპეციფიურად ამოღების პროცესი იყო ძალიან მტკივნეული. და სხვათა შორის თელს სოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიზეზი მამაკაცების შარდსადენი მილის შევიწროების არის არასწორად ამოღება კათეტერის სავატყოფოებში. ამერიკაშიც მათ შორის სადაც წესით ექთნებს აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, ანუ არასწორად ამოღება რას ნიშნავს? ბალონი არის იქ, რომელიც შარდის ბუშში იკავებს ამ კათეტერს და ამ ბალონს არ ცლიან ბოლომდე. გონიათ რომ დაცლილი არის და გაბერილი ბალონით იღებენ, რაც პირდაპირ შარდსადენი მილის დაზიანებას იწვევს. კი ბატონო. ხო, ნუ ამ იმის შესახებ, რა ქვია, პროგრამის შესახებ, შიგნით რა შედის ეს შემდეგ, მე ჩვენ მსმენელს შეუძლია რომ მული ნახოს ინფორმაცია, ნახოს აღწერაში იქნება. ხო, ვიდეოს აღწერაში იქნება. კიდე ერთ საკითხზე უნდა გადავიდეთ, გიორგი, ანუ ეს არის ერექციული დისფუნქცია. კიდევ ერთი ხშირად განხილვადი საკითხი ამ კაცების წრეში, სინამდვილეში რამდენად ხშირი არის ეს პრობლემა თუნდაც შენი პრაქტიკიდან და ამასაც თუ აქ რამე ასაკი და სანამ თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ახლა ეს რაღაც ისთვის ნორმა, ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე ვიფიქროთ იმაზე, რომ ამას გამომწვევი პრობლემები აქვს. მაგალითად ასაკს. ხშირი არის სამწუხაროდ. პირდაპირ ასაკთან შეჭიდული არის და რომ ავხსნათ ეს რატო არის, უნდა ვიცოდეთ მექანიზმი, თუ რატო ვითარდება ერექციული დისფუნქცია. ბევრი რაღაცა დაავადება ან ანატომიური ანომალია არის, რომელიც პატარ-პატარა პროცენტები არის, არა, მოდი ვისაუბროთ ძირითადად რატო ვითარდება, ხო? მექანიზმი, ანუ ერექციული დისფუნქცია სჭირდება 3 რამ. ჰორმონალური სტატუსი, რომ იყოს კარგი, ნერვული ქსოვილი, ანუ ინერვაცია რომ იყოს ნორმალური და სიზარღვები, რომელიც ფართოვდება ასოში. ანუ ეს 3 რამ არის საჭირო ერექციისთვის. ნებისმიერი დარღვევა ამ 3 კომპონენტში იწვევს ერექციულ დისფუნქციას. ჰორმონალური სტატუსის, ანუ ამ შემთხვევაში რამოდენიმე რამ განაპირობებს, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე 2 ის ტესტოსტერონი და პროლაქტინი. პროლაქტინი მატულობს ძალიან იშვიათად და როგორც წესი პროლაქტინომის გამო არის ხოლმე და ეს უფრო ენდოკრინოლოგიური ან მედიკამენტური იმის გვერდით იმოვლენა. მედიკამენტოზური შეიძლება, კი ბატონო, ანტიფსიქოზურების კი. ხო, პროლაქტინის მატებას. და თუ ტესტოსტერონი დაბალი არის, ეს ორივე შემთხვევაში ხდება რა? თვითონ ერექციის სულთა მექანიკურად ასოს გამაგრებას ხელს არ უშლის. ლიბიდოს ამცირებს, ანუ სურვილს ამცირებს მამაკაცისა, რომ დაკავდეს სექსით და ამიტომ ხშირად მოდიან რომ ერექციის პრობლემა მაქვსო, მაგრამ რომ ჩაიკითხები სინამდვილეში არის რომ სურვილი აღარ არის. და ნუ ეს შედარებით მარტივი მოსაგვარებელი პრობლემებია ენდოკრინოლოგიურად, თუ თქვა ტესტოსტერონი დაბალია ხელოვნურად ტესტოსტერონის მიცემა, თუ პროლაქტინის ამბავია კარგიო, რატო არის მომატებული და ეს პრობლემა გვარდება.
მეორე არის ასე ვთქვათ ინერვაცია. ყველაზე ხშირად საქართველოში რატომაც მოდიან არის დიაბეტი. ანუ დიაბეტური ნეიროპათიის ერთ-ერთი გამოვლენა არის ერექციული დისფუნქცია. ნუ ამას როგორც იცით ზოგადად დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობა ძალიან რთული საკითხი არის. და ნუ პირველ რიგში დარეგულირებას მოითხოვს, რომ ეს გლუკოზა აღარ ადიოდეს, რომ არ დააზიანოს, მაგრამ ჩვენი კუთხით, უროლოგის კუთხით აქ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ხო. და რჩება მესამე, სადაც ყველაზე აქტიურად ავართ ჩვენ ჩართულები. არის სიზარღვოვანი პრობლემა. რატომაც მე ვფიქრობ საქართველოში ძალიან ესეთი გავრცელებული ერექციული დისფუნქცია ორი მიზეზი. პირველი დიაბეტი საკმაოდ ხშირი არის და როგორც ნერვს ისე სიზარღვსაც აზიანებს და მეორე არის მოწევა. არა მარტო სიგარეტის მოწევა, არამედ მარიხუანის მოწევაც. ოღონდ მარიხუანა უფრო ალბათ ინერვაციაში უნდა მეთქვა, მაგრამ სიგარეტი არის, რომელიც სიზარღვებს აზიანებს და შესაბამისად რეკომენდაცია რაც არის, როდესაც მამაკაცი მოდის ერექციული დისფუნქციით, პირველი არის უნდა გაუშვა კარდიოლოგთან. ეს არის პირველი რეკომენდაცია. სანამ რამე კვლევას დაუწყებ, საერთოდ სანამ მკურნალობას დაუწყებ, უნდა გაუშვა კარდიოლოგთან. იმიტომ რომ იქ შეიძლება ჩივილი არ ქონდეს არაფერი და ასო სიზარღვები შედარებით პატარა არის ყალიბით და უფრო ადრე გამოიხატება. ხო, კორონარულ არტერიებში მაგალითად და ცერებრულ არტერიებში. იქ წამოვიდა ჩივილი, არის უკვე რეალურად ისეთი დაზიანება, რომ ინფარქტთან ძალიან ახლოს არის. და ამიტომ პირველი უშვებთ კარდიოლოგს. ანუ ჩვენ ვამბობთ სიზარღვის ამ ენდოთელიურში და შრეზე, რომელზეც შეიძლება უკვე პრობლემები იყოს რა, მაღალი ლიპიდური კი, ზუსტად ერთი და იგივე რისკ ფაქტორები აქვს ერექციულ დისფუნქციას და კარდიოვასკულარულ პრობლემებს. ხო, და ისიც ანუ მე კვლევა ვნახე, რომ თუ ერექციული დისფუნქცია ამიზეზით ადრე იწყება, რისკი იმისა, რომ მოგვიანებით გულსიცართა დაავადებები განვითარდეს, არის. ნუ მიზეზი ხო ეგ არის, მაგიტო უშვებ კარდიოლოგთან, რომ რისკი მაღალი აქვს მათ. ხო, აი იმაზე რა ქვია დოქტორის რო არის პიტერ ატიას პოდკასტი როა, ეგ ამბობდა, რომ კანარის ის არის ერექციული დისფუნქცია არის, კანარის ჩიტი ქვანახშირის მაღაროში, იმიტომ რომ ხო, აი აქ შეიძლება ეს გამოვლინდეს და მომავალში თუ აქ მიაქცევ ყურადღებას, შეიძლება ხო, შეიძლება ძალიან მძიმე ინსულტისგან მაგალითად დაიცვა თავი და აირიდო, როცა ის გადამისამართება და თანამშრომლობა ხდება უროლოგებსა და კარდიოლოგებს შორის. და თამბაქო გავიგეთ, ეს ალკოჰოლი გავიგეთ, კიდე რამე შეგვიძლია რომ აი ეს მინდოდა მარიხუანაზე საქართველოში ძალიან გავრცელებულია, რომ არანაირ ზიანს მარიხუანა არ იწვევს. ანუ ესეთი მომხრეები ძალიან ხშირად ამას საუბრობენ და უროლოგიური კუთხით ორ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას იწვევს. ერთი ერექციულ დისფუნქციას და ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ისევ ინერვაციის ის არის პრობლემა. ეს შესწავლილი კარგად არ არის, მაგრამ თეორიულად ეხა ნეირომოდულატორი არის და წესით ეს უნდა გამოიწვიოს და როგორც წესი აქვთ ხოლმე ყველაზე ცუდი რაც არის ერექციის პრობლემა აქვთ, როცა აღარ ეწევიან და მე ერთ-ერთი მიზეზი არის უბრუნდებიან მარიხუანას მოწევს, იმიტომ რომ მის გარეშე არ ვიცი ეს სტიმული აღარ ყოფნის თუ რა არის, ნუ აქვთ ესე ხშირად საკმაოდ და იმის აღქმა რომ თავს რო დაანებებ რაღაც პერიოდის მერე გაუმჯობესდება ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ ეს შუალედური პერიოდი მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერექცია არ აქვს, მით უმეტეს თუ რეგულარული პარტნიორი ყავს, შენ უთხრა რომ ეს შეიძლება თვეები გაგრძელდეს და მერე კი იქნება კარგად, მაგრამ შუალედში რაღაცა, ამიტომ როგორც წესი მედიკამენტოზურად ვეხმარებით ხოლმე ამ შუალედურ პერიოდში, რომ რაღაცნაირად ეს პერიოდი დაძლიონ. აი მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი სიტყვაზე ადამიანს რომელსაც აქვს დეპრესია, ახლა აქ რაღაცა კონკრეტულ არც ჰორმონული შეიძლება არ იყოს, არც სიზარღვოვანი, არც ინერვაციის პრობლემა, შეიძლება ქონდეს ერექციის დისფუნქცია, ხო, ერექციის პრობლემები. აქაც ეგარაც ვთქვით, ლიბიდოს ფაქტორი მუშაობს უფრო, ხო, რომ რაღაცა ყველაფრის მიმართ ინტერესის შენელება, რაც დეპრესიას თან ახლავს ხოლმე, მათ შორის ლიბიდოსი, ანუ სტიმული გაცილებით უფრო ესე სტიმულის მიმართ არამგრძნობიარე ხდება ადამიანი, შეიძლება ესე ითქვას ამ დეპრესიით. სტიმული არ შეიძლება თვითონ, ანუ მექანიზმი რატო არის ლიბიდოს მნიშვნელოვანი რა არის? თავის სტიმულმა უნდა გააუშვა სიგნალი, ნერვული ქსოვილით მივიდეს ადგილზე, იქ გამოიყოს NO და გაფართოვდეს სიზარღვი. თუ თავის ტვინმა სიგნალი არ გაუშვა, ეგ არის დეპრესიის სიზარღვი. შესაბამისად ერექცია საიდან იქნება? ზუსტად რომ გრძნობიარე აღარ არის თავის ტვინი ამ სტიმულის მიმართ, თქვენ, იმიტომ რომ აღარ ატარებს ამ გზას, რაც თქვენ უკვე ახსენეთ. აი ამ მედიკამენტებსაც შეეხება, რომლებიც ყველა მიცის, ხო? ამ რა ქვია,
ერექციისთვის. ეს მედიკამენტები ხა რაზე არის დაფუძნებული ამ შემთხვევაში ეს მკურნალობა არის თუ უბრალოდ იმ მომენტისთვის არის ეს რაღაცა სტიმულაცია, რომელიც იმ წამს გიგვარებს იმ პრობლემას. სამწუხაროდ მკურნალობა რეალურად არ არის, იმიტომ რომ ეხლა როგორც კარდიოლოგიის შემთხვევაში ხა სიზარღვე თუ დაზიანებული არის, ახლა ეს სიზარღვე აღარ გაიზრდება იქ. ერთადერთი სანამ მედიკამენტზე გადავალთ, ძალიან კარგი კვლევები არის, რომელიც აჩვენებს ესეთ რაღაცას. თუ არ ვარჯიშობს პაციენტი, თუ დაიწყებს კვირაში 180 წუთი ვარჯიშს იგივე ეფექტი აქვს ერექციაზე, რაც ვიაგრას. წარმოიდგინეთ ვიაგრას რეგულარულად მიღებას და კვირაში 180 წუთი ვარჯიშს. შესაბამისად პირველ რიგში რასაც ვეუბნებით, ხედავთ რომ ზუსტად იგივეა რაც კარდიოვასკულარზე. ანუ ვეუბნებით მოწევაზე თავის დანებებას, ფიზიკურ აქტიურობას, ლიპიდური ცვლის და ანუ მეტაბოლური მხარის მოგვარებას და თუ ამ ყველაფრის მერე მაინც დარჩა პრობლემა, მერე გადავდივართ მედიკამენტებზე. მედიკამენტები ძირითადად რაც არის, იქნება ეს ტაბლეტი, კაფსულა, საინიექციო თუ საქართველოში არ არის, მაგრამ არის ინტრაურეთრალური, ანუ შარცადენმილის სანთელი, ყველა მოქმედებს ერთ და იგივე რაღაცაზე. მოქმედებს სიზარღვების გაფართოებაზე. როგორც იცით, პირველი მედიკამენტი იყო ვიაგრა, ესეთი და შეიქმნა, იცით რის გამო შეიქმნა, ანუ დანიშნულება ვიაგრას იყო კორონალურ არტერიებს სამოქმედს, ანუ გულის წამალი იყო, რომელიც გვერდითი ეფექტი აღმოჩნდა, რომ ერექცია გაუმჯობესა და მე გული აღარავის აღარ ახსოვდა. გადმოერთო თლიანად მეორე გულზე. ხო, ეს მეორე გულზე გვაქვს უკვე. ბევრი არა, მაგრამ ხო. ხო და ანუ მკურნალობა არ არის. ეს არის იმ მომენტში აუმჯობესებს სიზარღვების გაფართოებას. კეთილი და აი რაღაცა, ცხადია რომ ასაკთან ერთად ამ ერექციის დისფუნქციის რისკი იმატებს, თუ იმატებს გვერდითი მოვლენების რისკი ამ მედიკამენტების მიღების დროს, ამ ასაკიან პაციენტებში და გამიგია შემთხვევები, როდესაც აი დიდი დოზით ამ მედიკამენტის მიღების ფონზე ადამიანის გარდაცვლილა, მათ შორის სექსის დროსაც ესეთი ნიუსები ჩემხვედრი, ანუ რაიმის რისკს ზრდის თუ არა, რისკს ზრდის, მოკლედ ამ თვითონ მედიკამენტების ეფექტები აქვს ბევრი, თუმცა მექანიზმი გარდაცვალების ეგ არის ყველაზე საინტერესო. მანდ უფრო მოქმედებს ის, რომ არ არის პაციენტი გამოკვლეული კარდიოლოგთან. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ამ მსგავს პაციენტებს აქვთ პრობლემა, იღებენ წამალს, ერექცია კარგი ხდება და ფიზიკურად იტვირთებიან სექსის დროს. რაც ანუ აქ ფიზიკური დატვირთვა იწვევს რეალურად აი იმ გარდაცვალებას და ინფარქტს ავარაუდოთ და არა მედიკამენტი. მედიკამენტს საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტები აქვს, გულისრევა, თაბრუსხვევა, თავის ტკივილი, ანუ არც ისე იშვიათია, რომ გვერდითი ეფექტების გამო წყვეტენ პაციენტები მედიკამენტის მიღებას. გარდა მე ტაბლეტირებულისა, მაგალითად საინიექციო, როცა თქვა ტაბლეტირებული აღარ მოქმედებს, საინიექციო არის, წარმოიდგინეთ 100-ში უნდა იკეთოს პაციენტმა ნემსი. გარდა იმისა, რომ თვითონ ეხა არც ისე სასიამოვნო პროცედურა არის ნემს რო იკეთებ ყოველ ჯერზე, არის ჰემატომია, ანუ სისჩაქცევები ვითარდება, არის წამლით გამოწვეული პრიაპიზმი ქვია, ესეთი რამ არის, როდესაც ერექცია გრძელდება საათები, შედეგად სისხლის მიმოქცევა ჩერდება 100-ში, ანუ თრომბოზი ხდება, ასე რომ ვთქვათ და რეალურად ის უკვე სასწრაფო საოპერაციო არის. ამიტომ გართულებები არც ისე ცოტა არის ამ ერექციის მკურნალობის. კეთილი და მიჩვევაც რამდენად რეალისტურია ამ მედიკამენტებზე, ანუ რეცეპტორების ის რამდენად ხდება დაჩვევა და თუ სიტყვაზე პირველ დღეს კარგად იმოქმედა, თუ რეგულარულად იღებ, რა არის იმის რისკი, რომ რაღაცა 2 კვირის თავზე იგივე დოზა აღარ იმოქმედოს. ანუ მიჩვევა არ ხდება. ამიტომ რეცეპტორებზე არაფერში არ არის. უბრალოდ ეს წამლები NO-ს დაშლას ამცირებს. ანუ NO-ს არსებობა 100-ში არის უფრო დიდი ხანი და შესაბამისად სიზარღვების უფრო კარგად გაფართოებას იწვევს. თორემ თუ პაციენტს სიზარღვოვანი პრობლემა არ აქვს, რეალურად ეს კი გაახანგრძლივებს დროს ერექციისას, იმიტომ რომ არ იშლება ის NO, მაგრამ მიჩვევას ვერ გამოიწვევს, იმიტომ რომ შემდეგ ჯერზე NO რომ მოა, ის სიზარღვე ისევ იგივენაირად გაფართოვდება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხო და ალბათ კიდე ერთხელ უნდა გავაჟღეროთ ის ნაწილიც, რომ ადამიანები, ეს კაცები, რომლებიც ამ მედიკამენტებს იღებენ, აი მექანიზმი არის ეს, ხო, ამ სიზარღვების გაფართოება და თუ კი რამე სხვა ესეთ ფსიქოაქტიურ მედიკამენტს ან ვიცი ინჰალაციას
არ მინდა გავაჟღერო, ეხლა მაინც ბევრი ხალხი მოგვისმენს, ანუ აქ რეებზე არის საუბარი, განსაკუთრებით როცა აი სექსის დროს პოპულარული საშუალებებია ხოლმე, ეს ორი ერთად უკვე შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს, იმიტომ რომ ორი სისხლძარღვების გაფართოების ორი განსხვავებული მექანიზმია და ამას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს უკვე გულსაც, მოკლედ, შეიძლება ძალიან მძიმე დამთავრდეს. ამიტომ მაქსიმალ ნუ გამოიყენებთ ხოლმე და თუ კი რა ვიცი რამე ისეთია ეხა რომელზეც ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მოიძიეთ მაინც ეს ინფორმაცია, რა მექანიზმით მოქმედებს, რომ თავიდან ავირიდოთ გართულებები. კეთილი. გადავიდეთ ერთ ესეთ რაღაცა დღესდღეობით ძალიან ესეთ ფართოდ განხილვა თემაზე, პორნოგრაფიით ინდუცირებულ ერექციულ დისფუნქციაზე. რამდენად რეალისტურია ეს? ნუ მე ლოგიკურად მეჩვენება, რომ ეს ხელოვნური სტიმულები თითქოს რაც პორნოგრაფიული ვიზუალებიდან მოდის, შეიძლება აკეთებდეს ჩვენი დოპამინერგული სისტემის, ასე ვთქვათ, ბოროტად მოხმარებას და ამ აგზნების მიმართ ისეთი მაღარი ზღრუბლის დაწესებას აგზნების, რომ შემდეგ ბუნებრივ ნორმალურ პირობებში აგზნება ან ლიბიდო ადამიანს უფრო უჭირდეს, რომ მიაღწიოს ისე ეს ზღვარი იზრდება. რამდენად რეალური არის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ამის თქმა, რომ პორნოზე მიჩვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორ არ არის, თუმცა ეს უროლოგიის კომპეტენციას ცდება, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ამ შემთხვევაში არ არის სიზარღვოვანი პრობლემა, არ არის რაღაც ნერვის პრობლემა, რომ ჩვენ ამას უკუნავთ. თუმცა ძალიან ხშირი არის. ძალიან მარტივ რაც თქვით, ეგ ლოგიკა არის რა, რომ არ ყოფნის ის სტიმული თავის ტვინს და ფიზიკურად სიგნალი აღარ მიდის ასომდე, რომ ეს ენო გამოყოს და ერექცია მოხდეს. ეს ცალკე ამ ეპიდემიამდე, ასე ვთქვათ, პორნოგრაფიის რეალურად მსგავსი რაღაცა იყო ხანგრძლივ პარტნიორებთან. და ამიტომ იყო ძალიან ხშირად ფილმებში შეიძლება შეხვდეთ და ეს კომიკურად არის გამოყენებული, მაგრამ როლური თამაშები. რომ რეალურად რაღაცით შეცვალო, რომ ეს ხელოვნურად ეს სტიმულის ფორმა შეიცვალო, ხო, რომ ერთი და იგივე სტიმული, ესე გვაქვს მოწყობილი ჩვენი თავის ტვინი, რომ ეჩვევა და აღარ ხდება. მე შეიძლება ამას ფეტიში დაარქვას ადამიანმა რეტროსპექტულად. კი ბატონო, ხო, ესე არის, მაგრამ აი რაც შეეხება პორნოგრაფიას გარდა იმისა, რომ თვითონ ხარისხობრივად, იგივე სტიმულზე ნაკლები რეაქცია აქვს, მერე იქ როგორც კი ხდება, რომ ნაკლები რეაქცია არის, სვლის ამ პორნოგრაფიის სახეობას. და აი მერე უკვე გადადიან აგრესიული ფორმის, რა ვიცი, უამრავი სხვადასხვა ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი არის პორნოგრაფია, აი ამ ფეტიშ დაარქმევ თუ ძალადობის, განსხვავებული რაღაცების კეთების წამყვანი ის არის, რომელიც ადრე თუ იყო ხანგრძლივ პარტნიორის გამო, რაღაც 30 წლის, 40 წლის მერე, ეხლა ახალგაზრდა ბიჭებს აქვს, იმიტომ რომ ის სტიმული ძალიან მალე მოგეს და სტანდარტული. ხო, იმის გამო ძალიან დიდი მრავალფეროვნება უკვე ნანახი აქვს. ხო, დოფამინური გადაწყვეტა ისინი თან ესენი ძალიან ისეთი კარგია რომ ამ საკითხებზე დღეს ბევრი საუბრობს, ხო. ეხლა ვუსმენდი როცა ჩვენი ამ პოდკასტში შემზადებოდით, ჰაბერმანსაც ჰქონდა ამ საკითხზე, ამ დოფამინურ გადაწყვეტაზე, ხშირად არის ხოლმე იქ დისკუსიები ამ თემაზე, რომ ხო, წარმოჩინდა როგორც სერიოზულ პრობლემად, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლიათ იგივე წყვილებს, ხო, აი ამ რაღაც შეთანხმებებამდე მისვლა, რომ მრავალფეროვანი გახდეს მათი სექსუალური ცხოვრება და ეს აღზნების მიღწევა ხშირად უკვე აღარ არის ხოლმე რა ესე მარტივად შესაძლებელი და ესე იგი ეგ არის საფუძველი ამისიც. მაგრამ მე მაინტერესებს თავისთავად, პორნოგრაფიის ყურების თანმდევი მოვლენა ხშირ შემთხვევაში არის მასტურბაცია, ხო? აი, რო გავყოთ სიტყვაზე ადამიანი, რომელიც მასტურბირებს ხშირად, მაგრამ არ იყენებს პორნოგრაფიას, ასეთ შემთხვევაში თავისთავად ხშირი მასტურბაცია თუ არის რისკ ფაქტორი ერექციის არა, თავისთავად ხშირი მასტურბაცია. ნორმალური ეს მასტურბაცია იყო სულ. ხო. საერთოდ არ იყო ტელევიზია პორნოგრაფია, ეს არის, ესეთი აი ხშირ წარმოგიდგენთ მარტო ადამიანებშიც კი არ არის. ცხოველებშიც კი არის, ეს არის ბაზისური ინსტინქტი არის ეს. ცხოველებში რა, მაიმუნებში. სხვა ცხოველებს არ აქვს შესაძლებლობა. და პირიქით არის ხო, ვიცით უკვლევები, რომ ეაკულაცია ხშირი კარგი არის. და საზიანო მექანიზმი აქ არ არსებობს. საზიანო მექანიზმი იყო, რომ აი ეს პორნოგრაფიის შემთხვევაში სტიმულის ამბავი, თორე ხა
სხვა მხრივ მექანიკურად სიზარღვების კუთხით ეს რეალურად არაფერს არ აფუჭებს. ანუ ზედმეტად ბევრი ვერ იქნება ეს მასტურბაცია, ხო? ზედმეტად ბევრი ვერ იქნება ფიზიკურად, იმიტომ რომ მოთხოვნილება არის. ეგ არის როგორ იცით, აი ზედმეტად ხშირად შარდავ, შეიძლება თვითონ შეგაწუხოს ფაქტმა რომ ხშირად შარდავ, მაგრამ ორგანიზმს სხვა რაზიანებს ეს, აი დაახლოებით ეგეთი ხო, ვარიანტია. იმიტომ რომ ეს არის ხოლმე, ხო? ხა მიმართავ თინეიჯერებს, რომ ესეთ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს ხოლმე, ხო, რაღაცა. ცინიკური ხუმრობები, ხო, ხუმრობები, რომლებიც მე უკვე ბულინგში ვლინდება ხოლმე და იცოდეთ, რომ არაფრის გამოაკეთებთ რაღაცებს, მოусმინეთ ამ ადამიანს. თან ყველა აკეთებს და ყველა ერთმანეთს. ხო. კი ბატონო. ეს რა ქვია. ხო, აი კიდე ამ თემაზე მინდა კიდე რამდენიმე შეკითხვა რომ დავსვარო. ეს რა ქვია. აი ხშირი ეაკულაციო, ეს 21 ხო. აქ როცა ჩვენ საუბრობთ რომ ამ პრევენციას და ეს ჩვენ აქ საუბრობთ პროსტატის კიბოს პრევენციისთვის, ხო? კი, ოღონ მექანიზმი არ ვიცით. უბრალოდ ეგრე ხდება. ერთ-ერთი თეორიული მექანიზმი არის, რომ ყოველ ერექციაზე და ეაკულაციის წინ როგორც გითხარით ეს პროსტატა ხო ენდოკრინული ჯირკვალიც არის და გამოყოფს ნივთიერებებს და ანუ რეალურად ფუნქციას რო ასრულებს, იცლება ეს ქსოვილები იქ და სავარაუდოდ ეგ არის თორე. სხვა მექანიზმი რატო ახდენს ამის პრევენციას? ნუ არ ვიცი, ანუ დაცლაზე არის. რო იცლება ნაკლები ანთება ხდება, შიგნით და შესაბამისად ნაკლები შეგუბება არ არის და ამიტომ. კი ბატონო. და მაგალითად მასტურბაცია თუ ახდენს ტესტოსტერონის დონეზე გავლენას. უფრო პირიქით არის. ტესტოსტერონის დონე ახდენს მასტურბაციაზე გავლენას და მაგიტო არის პიკი ტესტოსტერონის არის რეალურად აი პუბერტატის დროს. ეგ არის ყველაზე მაღალი და მაგიტო არის ყველაზე მაღალი სიხშირე მასტურბაციის მაშინ. და მე ნენელა მცირდება ტესტოსტერონის დონე და შესაბამისად, ნუ გარდა იმისა, რომ პარტნიორები ჩდებიან, აქ მასტურბაციაზე არ არის თვითონ სქესობრივი აქტის რაოდენობა მცირდება მე ნენელა და ასე რომ ეს პირიქით არ არის. ანუ მასტურბაცია ვერ შეცვლის ტესტოსტერონის დონეს. ხო, და მასტურბაციაზე კიდე რო ვთქვათ, ანუ ეს არის ნორმალური მოვლენა და რა საკიდან შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ მოვლენად მასტურბაცია. როგორც კი სქესობრივი მომციბება დაიწყება, ანუ ტესტოსტერონის დონე რო ადის, მაგრამ მთელი მამოძრავებელი ამის არის ტესტოსტერონი. მარტო მამაკაცებში კი არა, ქალებშიც ლიბიდოს განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ტესტოსტერონი. ასე რომ ხო, ამაზეც უნდა ვისაუბროთ ხოლმე ესე ამ ქალებთან მიმართებაში და ხო, ნუ კიდე თუ კი მანამდე ხდება, ხო? სქესობრივ მომწიფებამდე ხდება ხოლმე ეს თვითმასტიმულირებელი ქცევები, ეს ცალკე ის არის, აი როცა გვეყოლებიან კიდე სპეციალისტები შესაბამისი პროფილის ის საინტერესო თემაა და ეგეც მე გავიაროთ, იმიტომ რომ წინაპირობები სხვა არის და არა ის ახლა რაზე ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. და მე უკვე ქცევის ნაწილია ხოლმე, მაგრამ აქ ახლა მინდა რომ იმ დაბალ ტესტოსტერონზე რომ ვსაუბრობდით, ხო, ახლა ჩვენთანაც რაც ხშირად ხდება ხოლმე ჩემ გარშემოც და იგივე სხვადასხვა აი აქედან ამ სტუდიიდანვე იწერენ ძალიან კარგი ადამიანები, ერთ-ერთი პოდკასტი მიყავთ კაცების შესახებ, ლინკს გავლინკავთ ქვემოთ და თავისი ჯგუფი გააკეთეს, იქ ბევრი ბიჭი ძალიან ისეთ საინტერესო საკითხებზე სხვადასხვა შეკითხვებს, იმიტომ რომ პასუხები აინტერესებს და იქაც რო ვაკვირდებოდი ახლა მზადებისას ჩამოვსკროლე პოსტები და აი ეს დაბალი ტესტოსტერონი რაღაცა გახდა თითქოს ის, რომ მასთი რო აუცილებლად უნდა გაიკეთო ანალიზები, რომ გაიგო რამდენი გაქვს. ხო, დაიბუსტო კიდე ტესტოსტერონი. ხო, არის თუ არა ეს? ხო, ეგ მე არის კიდე, ხო, მე დაიბუსტო თუ არა დაიბუსტები და მასე ახლა ერთს მოვაყოლებ, რომ რაღაც საკითხზე მოკლედ რა ქვია. ერთ-ერთი ექიმი. აი ხა თუ გვიყურებს, აი დიდი სიყვარულები უნდა გავგზავნო აქედან. ეს ხუმრობით იყო, მაგრამ უნდა გავაჟღერო ეს ახლა რაც მითხარო. ტესტოსტერონის ანალიზზე გამიშვა და მე ძალიან ისე ეტყობა სახეზე შემეტყო რა რაღაცა და ეხლა თუ მაღალი გაქო და ან მაგარი ბიჭი ნუ გეგონება ჯენი თავიო. მაგას სხვა რაღაცა რისკები ახლავს. აი მე ეგეც უნდა როცა ნორმალური რაოდენობა არის ტესტოსტერონი ორგანიზმში, დამატებით მისი მიღება არის ძალიან ცუდი. ეს არის უფრო მეტად სპორტსმენების გასაგონად, ხო? იმიტომ რომ რამოდენიმე რაღაცას იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, იწვევს ასე ვთქვათ, სათესლე ჯირკვის ატროფიას. ანუ სპერმა ქრება და სათესლე ჯირკვალი წყვეტს ტესტოსტერონის წარმოქმნას. ძალიან მარტივი მექანიზმი არის, იმიტომ რომ სათესლე ჯირკვალა ტესტოსტერონი რო გამოყოს, თავის ტვინი არეგულირებს ამას. და როდესაც ხელოვნურად შეგვაქვს, ტვინი ხვდება რომ ბევრი არის ტესტოსტერონი და სიგნალს აგზავნოს რომ შეწყვიტე ამის გამოყოფა და თუ ჩვენ კიდევ აგძელებთ ხელოვნურად შეტანას,
ეს მუდმივად სიგნალია ამის შეწყვეტის და საბოლოო ჯამში ქსოვილი თვითონ ატროფიას განიცდის სათესლი ჯირკვლის. მაგიტომ არის რომ სათესლი ჯირკველი პატარავდება ხოლმე, აი კულტურისტებს რო ეძახიან იმ ხალხს. კი, ნებისმიერი ვინც იღებს სტეროიდებს, ანუ რომ იცოდნენ რომ სტეროიდები არის ეს ტესტოსტერონი. და ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის უშვილობის. იმიტომ რომ ის ქსოვილმა თუ ატროფია განიცდა და სპერმატოზოიდებს აღარ წარმოქმნის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ და ხელოვნურად ხანგრძლივობას აქვს გიორგი მნიშვნელობა რამდენი ხანი. ნუ რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხანი იღებს, მით მეტი ალბათობა, რომ ესეთი რაღაცა მოხდეს. არ ვიცი, აი როგორ ხდება ხოლმე ამ როცა ეს სპორტსმენები და ამ საკითხით დაინტერესებული ხალხი ამ ეგრეთ წოდებულ სტეროიდებს იღებს ხოლმე ყოთრას, მე მგონი არალეგალურია, ხო? ეს გააჩნია სპორტს. არა, ხო, თუ ოლიმპიურ რაღაცა არა, ეგ მე რომ შეჯიბრებაში მინდოდეს გადიხარ ხარ კი. კი? მაგას ვამბობ. ეგრე კი? ეგრე კი, დანამატებია, შეხედეთ შეულებია. ნახევარი დანამატებებში ტესტოსტერონი. ნუ ეგ ცალკე თემაა კიდე, ხო? ხო და დანამატები. და ის რა ქვია, ხო და ეგ არ ვიცი, ანუ იმისათვის რომ ეს თავისი სასურველი ფორმები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ მიიღონ, ანუ ეს რამე ხანგრძლივი პროცესია ხოლმე. კი, ანუ როგორ არის, იცით, ერთი წელი თქვათ იმისთვის თუ შეჯიბრისთვის თუ ემზადება, შეიძლება 11 თვე ტესტოსტერონს იღებდეს რომ მოიმზადოს და პოლოს დაანებოს თავი რომ თუ ჩაუტარეს ტესტი რომ უარყოფითი იყოს, ხო? ანუ ძირითადად ვინც იღებს მუდმივად. და იცით რა მაინტერესებს? ხო, ამდენი ხანი თუ ესეთი ზემოქმედება კი არსებობს სკვერისკი რომ იქ და ამ ტესტოსტერონის შემცველობა ხო ძალიან ფლუქტუაციური არის დღის განმავლობაში და ეს ერთჯერადად გაზომილი ტესტოსტერონის ტესტი შეიძლება იყოს რამის რომ გიკარნახოს მაგალითად პირველ რიგში ტესტოსტერონის ფლუქტუაცია დღის განმავლობაში რადგან არის და თან არის ყובასთან დაკავშირებული ვიღებთ დილით ადრე სასურველი არის ესე 7-დან მაქსიმუმი დრო არის 11 საათამდე დილით და უზმოზე უნდა იყოს პაციენტი. თუმცა როგორც თქვით ახლა ესეც იმაზე არის გარტყმაზე თუ ნორმა არის შეგიძლია დამატებითი კვლევები არ გაუკეთო, მაგრამ თუ რაღაცა ისეთი არის რომ ეჭვი შეგეპარა, ჯობია რომ რამოდენიმე გაკეთდეს რომ ზუსტად იცოდე რა ხდება. და რა შეიძლება იყოს თან ამის მიზეზი, ან დაბალი ტესტოსტერონის გამოწვევის მიზეზი რა შეიძლება? მანდ არის ერთი მეტაბოლური ჯანმრთელობა არის პირველი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი არის ცხიმი ესტროგენი მატულობს, რაც პირდაპირ გუნავს ტესტოსტერონის წარმოქმნას. და ერთი ძალიან კარგი თეორია მოვისმინე სხვათა შორის პიტერ ატიას პოდკასტზე, ოღონდ ყავდა გინეკოლოგი და იქ იყო ესეთი შეკითხვა, რომ რატო მომწიფება, რატო დაიწყეს გოგოებმა ბევრად ადრე. და ამ გინეკოლოგს ჰქონდა ესეთი თეორია, რომ მიკროპლასტიკის გამო მიკროპლასტიკი ჯდება ესტროგენის რეცეპტორზეო. და რეალურად გამოდისო, რომ მუდმივი ესტროგენული სტიმულაცია არისო, იმიტომ რომ მიკროპლასტიკი გვაქვს და შესაბამისად უფრო ადრე დაიწყეს გოგოებმა მომწიფებაო. და მე გამიშთა ესეთი იდეა, რომ თუ ეს გოგოებზე მოქმედებს, იგივენაირად მოქმედებს მამაკაცებზე. და წარმოიდგინეთ ახლა მუდმივად ესტროგენის რეცეპტორიზე რაღაცა რომელიც ზის და ანუ ეს რატო წამოვიდა? შვილოსნობა ცირდება ბოლო წლებია მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში მუდმივად. ანუ სპერმის ხარისხი უარესდება ბოლო 40-50 წელია სულ ქვემოთ მოდის. და ამის ახსნა არ აქვს არავის აბსოლუტურად. და მათ შორის ტესტოსტერონის რაოდენობაც, ანუ თუ მუდმივად ესტროგენის სტიმულაცია არის, იქ ყოველთვის იქნება დაბალი ტესტოსტერონი. იმიტომ რომ იგივე მსგავსი მექანიზმია, როგორც ჭარბად ტესტოსტერონის შეტანის დროს თავის ტვინით რგუნავს გონადებს, მოდი ესე ვიტყვი, ანუ სათესლეს ჯირკვალს მამაკაცის შემთხვევაში, იგივე არის ესტროგენი ჭარბად თუ არის, თავის ტვინი აგზავნის გონადების დადგმვის სიგნალს. და ამ შემთხვევაში თუ ეს მიკროპლასტიკი აზის და არა ესტროგენი, ხო? შეიძლება იყოს ერთ-ერთი. ანუ მიკროპლასტიკი რო აზის, ეს სტიმულაციას იწვევს ავტომატურად. ხო, ესტროგენის რეცეპტორზე რო ზის, ორგანიზმის გონია რომ ესტროგენი არის ორგანიზმში. კაი, ეხლა შეიძლება თქვენ არ მოგემართებათ ეს შეკითხვა, მაგრამ ამ მიკროპლასტიკების ყველაზე ისეთი ხშირი წყარო რა შეიძლება იყოს, რაც საიდანაც ყველაფერი რაც ჩვენ გარშემო არის, ხო? ამაზე ერთი საინტერესო სტატია წავიკითხე, ამ მიკროპლასტიკები ხო არის აი ყველგან ხო და აი არ ვიცი ალბათ ტრილიონობით არის ჩვენს ორგანიზმებში პოულობთ აბსოლუტურად ყველგან თავის ტვინში სპერმატოზოიდებში ყველგან პოულობთ. უბრალოდ ჯერ ის რომ ამადენი არის ეგ ვიცით, მაგრამ კონკრეტულად რასაშავებს ეგენი არ ვიცით, აი ჯერ გამორკვევის ეტაპზე ვართ, ახლა ამ ეტაპზე რა. სულ ეს ძალიან საინტერესო ის იყო კიდე ჩვენს გვერდზე ჯანმრთელობის დღიურების გვერდზე წაიკითხეთ მან ყველაფერი პირველები წერთ ხოლმე და ყველა საინტერესო არის. ორი კვირის მერე იგებთ ხოლმე სხვა ნიუს სააგენტოებიდან შეგეძლოთ ორი კვირით ადრე გწოდნოდეთ. ხო და
მან ჰქონდა ესეთი ის და გაგულანძღავ ხალხმა მოთ რატო გულანძღავდნენ ვერ გავიგე. კვლევა იყო ესეთი, რომ პლასტმასის ბოთლებით წყალი და შუშის ბოთლებით წყალი. აღმოჩნდა რომ ნუ ის გასაგებია ხა პლასტმასაა და შეიძლება რომ ეს მიკროპლასტმასი იქიდან იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გვაქვს და შეიძლება უფრო დიდი რაოდენობითო და თურმე პრობლემა რაში ყოფილა? ნუ საბარაუდოდ რაშია რომ აი მას თავსახურში. ეს ხო შუშის არის და ეს ხახუნის ზალა რომ მეტია, ანუ შეიძლება იმაზე მეტ პლასტმასს ვამდე ვიდრე ამ მიკროპლასტმასებს ვიდრე ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლის შემთხვევაში. კი ბატონო, ხო ეგეთი მოგეთ ხო, ეგ ძალიან, მაგრამ ეს თემა რო გავაგზავნოთ კიდე. აი ხო გვაქვს ისინი, რა ქვია, მობილური ტელეფონის ჯიბეში ჩადება არ შეიძლება და კიდე რა არის ესეთი რაღაცეები ხო არის ხოლმე აღარ მახსოვს კიდე. აი წეღარაზე ვსაუბრობ, თუნდაც ზოგი არის რაღაც მთელი მოძრაობა არის იმაზე, რომ მაგალითად ადამიანები რომლებიც საერთოდ არ მასტურბირებენ, როგორც ეს თითქოს რომ ჯანმრთელობის ხელშემწყობი ისა. კი, კაცო, no fap movement ესე თუ რაღაც ესეთი ქვია, კი. რაც ცხადია, არაფერი იმითი არ არის გამტკიცებული, რომ რამინაირად შეიძლება კარგი იყოს. არა, რანაირად ანუ წესი თუ არის პირიქით, აი შეგუბებითი, აი ის პროსტატის სხვა თუ არა, სათესლი ჯირკვალი სპერმატოზოიდებს წარმოქმნის მაინც ის სპერმატოზოიდები მაინც მიდის, იქ გროვდება ამპულაში, ანუ პროსტატასთან დგას დეპო არის იქ. მაგრამ აი ეს დეპო რო დგას და პროსტატა თავის ენდოკრინულ ფუნქციას რო ვერ ასრულებს, იმიტომ რომ არ ხდება გამოყოფა, ხო? ეს რეალურად პრობლემას იწვევს, ანუ სულ მცირე შეგუბებითი გამოწვეული ანთებას მაინც იწვევს პროსტატის ქსოვილს. ეს ძირითადად ის ხალხია რაღაცა აი სპორტულ დაავადებებზე თავგადაკლული და ეს ტესტოსტერონის დაბუსტვაზე ორიენტირებული რაც რაღაც სასაცილოდ კი შეიძლება ჟღერდეს, როცა ნორმალურ ფარგლებშია ტესტოსტერონი და სხვათა შორის ტაკერ კარლსონს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი არის ამერიკაში, 2022 წელს ყავდა ფიტნეს ინსტრუქტორი, ვიღაცა რომელმაც თქვა, რომ ტესტოსტერონის დაბუსტვას და სპერმატოზოიდების გამოყოფის გაზიარებას ხელს უწყობს წითელი და ინფრაწითელი სხივებით, სათესლე ჯირკვლების ეს რო აჩვენებდა მე მთელი ამერიკა. მთელი ამერიკა იდგა კაცები ამ იმაში და უფიცხებდნენ მზეს საკუთარ სათესლე ჯირკვლებს. ამ დროს ერთი მათ ძალიან საინტერესო რაღაცა არის. სათესლე ჯირკვალი თავიდან არის მუცლის ღრუში. მერე გამოდის გარეთ, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურა აზიანებს მის ფუნქციას. და მთელი იდეა მაგისი არის, მაგიტომ არის გარეთ გამოდის. საკვერცხე რჩება ქალთან მუცლის ღრუში და სათესლე ჯირკვლები არის გარეთ. და აბსოლუტურად პირიქით, ანუ მაღალი ტემპერატურა იწვევს პირიქით, აი ესეთი ისიც არის კვლევები, რომ ესეთი იუმორისტული ფრაზა იყო. ვაზექტომია არის გადაკვანძვა თესლის გამოტანის სადინების, რომ როცა მამაკაც აღარ უნდა შვილი ყავდეს, მაგრამ არ უნდა თავდასხმა რომ გამოიყენოს რა. და ესეთი რაღაცა იყო. ცხელი აბაზანა ვაზექტომიის ალტერნატივა. და კვლევები არის, ოღონ ჩაჯდომად, ხანგრძლივად, ანუ საუნას იმხელ ეფექტი არ აქვს. ცხელ აბაზანაში, ანუ ცხელ წყალში ხანგრძლივად ყოფნა ფაქტიურად სპობს სპერმატოზოიდებს. ანუ საერთოდ პირიქით არის და სათესლე ჯირკვლებში ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე შინაგანი ტემპერატურა ცხადია. და ამ საკითხზე ხა ისიც ხო, რა ქვია, ტანსაცმელიც, მათ შორის თეთრეული ნუ მსგავსი კვლევები არ გვაქვს, თეორიულად უნდა იყოს. ხო, ხშირად ამბობენ ხოლმე, ხო, რომ აი ხა ბავშვებს რო ჩაფუცნავთ ხოლმე და მე ხო ეს ხო მოდის ესე იმასავით, ხო, რომ გონია რომ სულ თბილად უნდა გეცვას. ეს ბიჭები რაღაცა არ გაუცივდეს ეს ისე. ანუ ეს თლათ მე მგონი არ ჯდება ხო იმაში. ოქროს შუალედი უნდა დავიჭეროთ. არც ისე არ ვარ გარო ძალიან სიცივეში იყოს, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ანთებას იწვევს და ეპიდიდიმიტი ორქიტი, ანუ სათესლე ჯირკვლის და დანამატის ანთებას იწვევს. ხო, მაგრამ არც ზედმეტი ის არის. მაგას არეგულირებს არის სათესლე ჯირკვლის ამწევი კუნთი, ესეთი არის, კრემასტერი ქვია. რომელიც თუ ცივა სათესლე ჯირკვალს ქაჩავს ზემოთ, რომ სითბოსთან ახლოს იყოს, თუ ძალიან ცხელა, პირიქით დუნდება და ჩამოდის ქვემოთ, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა დაიწიოს. მაგიტო ხდება ბიჭებო და კაცებო, ბასეინში რომ ჩადიხართ და ზღვაში რომ ჩადიხართ, მაგიტო ატარავდება ბრჭყალებში სათესლე ჯირკველი. და ხშირი შეკითხვა არის ხოლმე, რომ ერთი უფრო ზემოთ არის, მეორე ქვემოთ და ნუ ესე არის კრემასტერი ხან ერთს აწევს, ხან მეორეს ჩამოწევს, ეს არანაირი პრობლემა არ არის. ზოგი თაცია, ზოგი ის არის, ეს ასიმეტრია ძალიან ბუნებრივი ამბავია. ანუ ეს ლეპტოპი დადებული მუხლებზე და ესე მუშაობა სკოლაში რა იყო და იმაში, სამსახურში შეიძლება იყოს განმაპირობებელი განადგურების. თუ ტემპერატურას
კულერი თუ უბერავს პირდაპირ სათესლე ჯირკვალს, დიდი ალბათობით ესე არის. მობილურ ტელეფონს რაც შეეხება, ამაზე დიდად კვლევები არ არის, თეორიულად უნდა გააუარესოს, მაგრამ დიდად კვლევები არ არის. აი რატომ გააუარესოს თეორია? ანუ სპერმატოზოიდი არის ყველაზე მგრძნობიარე უჯრედი, უჯრედი არ არის, მაგრამ სტრუქტურა ასე ვთქვათ, ხო? ყველაზე მგრძნობიარე, ყველაზე მეტი მუტაცია მასთან ხდება და აბსოლუტურად ყველაფერი ზეგავლენას ახდენს. და ელემენტარული რადიოტალღები, რომლებიც ნორმალურ უჯრედს არაფერს არ უკეთებს, რეალურად შეიძლება დააზიანოს დნმ ამ იმის სპერმატოზოიდების და ზოგადად იქ ბევრი კვლევა არის, მაგალითად ონკოლოგიის შემთხვევაში არა სათესლე ჯირკვალზე, მაგრამ არის ხანგრძლივად ლაპარაკი თავის ტვინის სიმსივნეებზე, იყო რაღაც გარკვეული სპეციფიური სიმსივნეების ალბათობას ზრდის. ანუ რეალურად მოქმედებს ეს რადიოტალღები, რაღაც დონეზე ოღონდ იქ არის ხანგრძლივად საათებით რო ლაპარაკობდნენ. და თან ლაპარაკის დროს არის აქტიური მიღება გაგზავნა ამ სიგნალის. ხა ჯიბეში რო გიდევს, უფრო თეორიის ამბავია, რეალურად ესეთი პრაქტიკული კვლევა ამაზე არ გვაქვს. ბიჭებიც უნდა დასხენ უნიტაზე. მოშარდვის დროს. მოშარდვის დროს. ამას სხვადასხვა რა მიზეზი არის საინტერესო. აი აქ ეს ჰიგიენის მომენტი იყო, ეს იყო და ერთ-ერთი მიზეზი რომელსაც ასახელებენ ხოლმე, რაც მინდა ახლა რომ შენ კითხო, რომ ასე უფრო კარგად იცლება შარდის ბუშტი. სულტროთ პირიქით არის შარცადენი მილის შევიწროების რისკს ვზდით მაგით. იმიტომ რომ ანატომიურად ალბათ დახატვის ან რა ვიცი იმას რამეს თუ ჩასვავთ პოდკასტში. შარცადენი მილი, ანუ პროსტატიდან რომ მოდის, მერე უხვევს ან მენჯის კუნთებთან და ესეთი ყურვატრო მოხრილობა აქვს და მოშარდვის დროს, როცა ფეხზე დგახარ, ეს არის ესეთი გაწორი, ანუ თლიან თაღს ქმნის, ასე ვთქვათ. თუ დაჯდება მამაკაცი, წარმოიდგინეთ როგორ რაღაცა გამოდის. ეს ხო მოდის, მენჯის კუნთებს შემოუვლის და მერე ასო ხო ქვემოთ უნდა ჩავიდეს უნიტაზი და მერე ისევ ქვემოთ ჩადის. და ნაკადი ეს დაწყებული, რომელიც ნაკადით უნდა გამოვიდეს, წარმოიდგინეთ, აი ესეთ იმაში ამერიკულ თები თუ რა ქვია ამ ატრაქციონს, აი ესეთ რაღაცას გადის. რაც იწვევს ძალიან მარტივი პრინციპი არის, ხო? წნევით რომ მოდის ეს შარდი, ყველა მოსახვევი სადაც ხდება, ქსოვილში შედის მაღალი წნევის გამო. ქსოვილში რომ შედის ლორწოვანში, ეს მერე შარდი იქ არ უნდა იყოს და იწვევს ანთებას და საბოლოო ჯამში ალბათობა მატულობს, რომ შევიწროება განვითარდეს ზუსტად აი ამ მოხრის ადგილას. ამას არ აქვს თან მნიშვნელობა, ეხლა ჩვენ საუბრობთ პრაქტიკულად ჯამთელ ადამიანზე თუ ადამიანზე. არა, რაც უფრო კარგი ნაკადი აქვს, მით მეტი ალბათობა აქვს, რომ შევიწროება და განვითარდეს. თუ პრობლემები არის ამ ნაკადის, მაგ შემთხვევაში არის რამე რეკომენდაცია შესაბამისი? მაგალითად, ვისაც აქვს პროსტატის გადიდება, ხო? იმასთან შეიძლება უფრო მარტივად მოშარდოს, ოღონდ მან მექანიზმი სხვა არის. ნაკადი გარეთ უკვე მაღალი არა, რომ შარცადენი მილი დააზიანოს. მაგრამ დაждდომის შედეგად სფინკტერის მოდუნება უფრო უადვილდებათ და მერე იმის დაჭიმვაც ასე ვთქვათ პრესით მიწოლაც უფრო უადვილდებათ და ასაკთან არის ხოლმე რომ თვითონ იძახე რომ უფრო ადვილად შარდავ როცა ვჯდები მაგრამ ის რომ უკეთესი არის უკეთეს ნამდვილად არ არის ასაკებია ანუ ეგ სპეციფიკა შეიძლება საფუძვლად დაედო აი ამ ზოგად გავრცელებულ შეიძლება არ ვიცი რაღაცა კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ეს იყოს. კიდე ერთ საკითხზე მინდა რომ გიორგი გადავიდეთ და პრინციპში გავედით უკვე ბოლოსკენ. ჩვენ არ გვისაუბრია ეხლა ასო სიმსივნეებზე. აი ამ შემთხვევაში ეხლა როგორი გვაქვს ეს სურათი, რაღაც მგონია რომ ძალიან დაბალია ინფორმირებულობა. ცნობადობა კი. ხო, რაღაცა არავინ არ საუბრობს და იგივე მეც ეხლა ჩემს სტუდენტებს რომ ამ საკითხებზე იმიტომ რომ გამოწვევი მიზეზების გამო ეხლა მიწევს მაგ თემებზე ლაპარაკი. როცა ვესაუბრები ხოლმე ბიჭებს, აი პირველად ესმით ხოლმე მაგედან რა და მოდი მაშინ ვილაპარაკოთ ამაზე. რა არის ასოს სიმსივნე? სათესლე ჯირკვლების სიმსივნე. სხვა მიზეზები აქვს და ხო აი რა არის როგორ მოდი ესე თუ შეიძლება ნებართოს ავიღებ სათესლე ჯირკვალზე რომ მორჩეთ ბარემ რადგან თემატურად იყო ხო ორ რაღაცას სიმსივნეებამდე სანამივად ორი რამ არის რაც ყოველთვის ვცდილობ რომ თქვა იმიტომ რომ ამოცნობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დროს ამოცნობაზე არის ორი რაღაცა არის სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ და რატო როგორც წესი
ახალგაზრდა მამაკაცებში არის და ესეთი უეცარი ძლიერი დასაწყისი არის ტკივილის და ფანჯარა არის სადღაც 6 საათიო მოხდეს 1000 ჯირკვის გადარჩენა. უცნაური რამ არის, ანუ მექანიზმი დიდად კარგად ვერ უხსნით. სავარაუდოდ აიწერან რო თქვით, რომ ამ 1000 ჯირკვის ამწევი კუნთის ბრალი არის, რომ ამ აკაჩვის დროს რაღაცნაირად ტრიალდება, მაგრამ შემოგრეხა არის რა. ტრიალდება სიზარღვები თავისივე ღერძის ირგვლივ და წყდება სისხლის მიდინება 1000 ჯირკვალში. ეს თვითონ ხელით რომ ბავშვმა თუ ახალგაზრდა კაცმა რომ თვითონ გამოიწვიოს ეს ანუ ვერ იტყვით, იმიტომ რომ არის რომ ძილში აღვიძებს საერთოდ მაგალითად. ან თავისით იჯდა და უცბად ატკივდა, ანუ ესე რომ ხელით გამოწვეული იყოს, მაგას ვერ ვიტყვით რა. ანუ არ ვიცით რატო ხდება. და არის ძალიან მტკივნეული. უეცარი დასაწყისი აქ რაც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ იმ შემოგვეხის მომენტში და ანუ ის რომ შაბათი არის და მოდი ორ შაბათს წავიყვან ექიმთან ატკივდა, ეს არა რა, ანუ როგორც კი ახალგაზრდა მამაკაცთან უცნაურად უცბად დაწყებული ტკივილი არის 1000 ჯირკვლის, აუცილებლად ხო მისაყვანი არის, თორე დიდი ალბათობით დაკარგავს იმ 1000 ჯირკვალს. ოღონდ ახლა ძირითადად სამხრივი არის ხოლმე. სამხრივი არის, ძირითადად არის სამხრივი. ორივე ერთდროულად არ ვიცი. ეხლა ძალიან ცუდი ბედიღბალი უნდა ქონდეს ადამიანს ესეთი რაღაცა. ერთად არ ხდება რა. არა, სამხრივი არის და ამ დროს თუ გადარჩა 1000 ჯირკვალი, ამასაც აფიქსირებ, ანუ აკერებ, რომ აღარ დატრიალდეს და ერთხელ ანამნეზში არსებობა შემოგრეხის არის რისკ ფაქტორი მეორე მხარეს შემოგვიხსნა. და ამიტომ აფიქსირებ მეორე მხარეს. უბრალოდ ეს ერთდროულად არ ხდება. და აი რამდენად ისე რა, რამდენად აი შენს პრაქტიკაში ახლა რამდენად ხშირია ხოლმე ეგეთი რაღაცები. ზოგადად იშვიათი არის, მაგრამ არის. ანუ ესე არაა რომ არ მინახი, ანუ რამდენი ხანი არის 14 წლის განმავლობაში უშუალოდ ჩემთან მოსული ერთი 15 პაციენტი იქნება. ხო, ანუ არ არის ეს იშვიათი. ძალიან იშვიათი არ ყოფილა. არა, იმიტომ რომ ხა რამდენი უროლოგი არის წარმოიდგინეთ და რამდენთან მიდის ეს მსგავსი პაციენტები და ამიტომ ანუ მნიშვნელოვანი არის. ასევე 1000 ჯირკვალზე ოღონდ სიმსივნეს რო გადავიდეთ თან, ესეც არის როგორც წესი ახალგაზრდა მამაკაცების დაავადება, სავარაუდოდ ჰორმონალურად აქტიურობის გამო და პიკი არის, როცა ჰორმონალურად აქტიურობის პიკი არის და მერე ნენადა ჩამოდის. და ამ შემთხვევაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომაც არ ვასწავლით ქვეყანაში პატარა ბიჭობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ თვეში ერთხელ აუცილებლად დუშის ქვეშ რო დადგება და მოდუნებული რო არის ეს გაისინჯოს თვითონ 1000 ჯირკვლები. ჯერ ერთი, მერე მეორე. ეცოდინება ადრე თუ დავაწყებიეთ ნორმალურად როგორი არის, ანუ ყველა სტრუქტურა დანამატი თვითონ 1000 ჯირკვალი ძალიან ადვილი გასასინჯი არის და როგორც კი რაღაცას იპოვის, რაც მანამდე არ იყო, რომ მივიდეს უროლოგთან. იმიტომ რომ დროულად მისული 1000 ჯირკვის სიმსივნის შემთხვევაში 99% არანაირი პრობლემა არ არის. ქირურგიით მთავრდება, შეიძლება ქიმიოთერაპიაც დაჭიდეს, მაგრამ ძალიან კარგი შედეგები აქვს. კი, და ქირურგია რა ხანახსენეთ, თუ მთლიანად ერთი 1000 ჯირკვის ამოკვეთა ხდება, შემისწორეთ თუ არასწორად ვამბობ, მეორე 1000 ჯირკვალი აკომპენსირებს არასრულად, მაგრამ ნაწილობრივ აკომპენსირებს იმ დაკარგული, ასე ვთქვათ, 1000 ჯირკვალს და ნაყოფიერების თვალსაზრისით პრობლემა არ ექნება. შეიძლება მოდით ახლა ესეთ რაღაცას გეტყვით. აუცილებლად ოპერაციის წინ ვეუბნებით, რომ სპერმა გაიყინოს. ეს აუცილებელი არის. და რატო? ჯერ ერთი შეიძლება ჩვენ არ ვიცით ცალ-ცალკე ფუნქცია. წესით ძალიან დიდ პროცენტში არაფერი არ იცვლება და შვილოსნობა ჩვეულებრივად დგება, მაგრამ ერთი რომ ძალიან იშვიათად 1000 ჯირკვლის დარჩენის გამო არის ეს, მაგრამ მეორე მიზეზი, რატომაც აუცილებლად ოპერაციის წინ ვყინავთ, არის რომ არც ისე იშვიათად პაციენტს ჭირდება ქიმიოთერაპია. და ქიმიოთერაპიის შემდეგ აღდგება თუ არა იმ 1000 ჯირკვალში, იმიტომ რომ ის აზიანებს რეალურად. და რამდენად ხარისხიანად აღდგება ეს სპერმატოზოიდების წარმოქმნა, ხო? ეს ცოტა რთული სათქმელია, ამიტომ ვეუბნებით, რომ ჯობია გაყინოს, იყოს გაყინული, დიდი ალბათობით თითქმის 90% არ დაჭირდება ის გაყინული სპერმატოზოიდები, მაგრამ ჯობია რომ იყოს. ხო, თავდაცვისთვის. და ასოსიმსივნეზეც გადავასახოთ, კი ბატონო. ცნობადობა ერთია რომ ძალიან დაბალი არის და მეორე არის რომ ტაბუ არის. ანუ მე პირადად მყოლია პაციენტი, რომელსაც წარმოიდგინეთ ასოსიმსივნე ვითარდება ან ასოს თავზე, ან
კანზე 100-ს კანს ქვია ჩუჩა ძალიან უჭირთ ხოლმე გონიათ რომ ეს ჩუჩა რაღაცა ჟარგონი არის და ხო ანუ ხან რას ეძახიან და ხან რას რომ მეუნებია პაციენტებს ჩუჩა არის ნორმალ ქვია ქართულად ჩუჩა ქვია 100-ს თავზე ყოფ კანს ესე არის ვითარდება ან ამ კანიდან ან თვითონ 100-ს თავიდან და ჩემთან ყოფილა პაციენტი რომელსაც შარდი შეუკავდა ანუ წესით უნდა ხედავდე პატარა რაღაცა აი მეჭეჭივით რაღაცა ამოიზარდა და უნდა მოხვიდე უროლოგთან ხო ამას იმხელა ქონდა რომ ეს გაიზარდა დაშალა 100-ს თავი ჩაიზარდა შარცადენ მილში და გამოიწვია შარდის შეკავება და მერე მოვიდა იმიტომ რომ უკვე ვეღარ შარდავდა და რო ვკითხე ძალიან კარგი კაცი იყო ძალიან საყვარელი რომ მეთქი აქამდე რატო არ მოხვედი რა პასუხი იყო რომ მერიდებოდა ეკიმთან მოსვლაო ესეთი რაღაცითო რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ კი ძალიან იშვიათი არის 100 სიმსივნე მაგრამ ესეც არის და ვიცოდეთ რომ არის და დროულად როგორც კი რაღაცა პატარა წანაზარდივით ხანდახან არის რომ დაწყულებულივით არის ამ 100-ს თავზე ან კანზე ჯობია მივიდეთ უროლოგთან და აღმოჩნდეს რომ არაფერი ჩვეულებრივი მეჭეჭი არის ან რაღაც არის ვიდრე ეს მოვითფინოთ თან ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ როგორც საშვიოსო სყელის სიმსივნის შემთხვევაში ძირითადი გამოწვევი არის პაპილომა ვირუსი აქაც ითვლება რომ ძირითადი გამოწვევი არის პაპილომა ვირუსი და ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანაში ბიჭებისაც რაც დაიწყეს პაპილომა დიდი ხანია უკვე დაიწყეს მაგრამ ჩვენთანაც რა ვიცი მე მგონი მცდელობა არის რომ ხო აუფასოა ჩვენთანაც კი მაგრამ ჩართულობა არის დაბა ჩარტ ხო მოდი კიდე ახლა მოვუწოდოთ რომ მოგეთ ადამიანის პაპილომა ვირუსები არის დიდი ოჯახი ვირუსებისა აქედან რამდენიმე სეროტიპი არის განსაკუთრებულად საშიში რომელმაც შეიძლება რომ გამოიწვიოს სიმსივნეების განვითარება სხვადასხვა ნაწილებში ამ შემთხვევაში ხა ჩვენ 100 სიმსივნეებზე საუბრობთ და ის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი არის ისევ როგორც აი საშუალო სყელის კიბოს შემთხვევაში 99% არის გამომწვევი ხო ამ ხახის მიდამოს შეიძლება გამოვლინდეს თუმცა იქ სხვა მიზეზებიც გვაქვს აქ თითქმის რაღაცა ექსკლუზიურად არის და მისი თავდაცვის საშუალება გახლავთ აცრა ვაქცინა ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უზომოდ მაღალი უსაფრთხოების პროფილით მაგრამ ასევე ძალიან ბევრი დეზინფორმაცია არსებობს და ნუ მოусმენთ ახლა მაგ რაღაცნაირ ადამიანებს არის ძალიან ეფექტური ძალიან კარგი მეც გაკეთებული მაქვს ეგ ვაქცინა შეგიძლიათ მიაკითხოთ პროგრამის მიხედვით 10 წლიდან ზემოთ 26 წლის ჩათვლით ბიჭებისთვის არის უფასო. ნუ ქალების შემთხვევაში 10-დან 45-ის ჩათვლით არის. თუმცა აი 10, 11, 12 წლის ასაკში არის ბავშვებისთვის აი აცრების ეროვნულ კალენდარში გვაქვს და უკვე 13 წლიდან ზემოთ ეს დროებითი პროგრამაა. როდის შეწყდება ეგ არ ვიცი, შეიძლება მომავალი წლიდან აღარ იყოს. ამიტომ ახლა ვინც გვიყურებს და ხართ 26 წლის ჩათვლის ბიჭები თუ გინდათ რომ ძალიან ძვირი არ გადაიხადოთ მე ამ ვაქცინის გაკეთებაში, ხვალევე მიაკითხეთ ნებისმიერს. კი, მე გადავიხადე დაახლოებით 3000 ლარამდე ან 9 კომპონენტიან სამ-დოზაში, ხო? ხო და რაც თავარია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე უნდა მოხდეს აცრა და მაგიტომაც არის რეკომენდაცია და არა, სასურველია თორე უნდა მოხდეს სასურველია რომ არა მარტო სქესობრივი ცხოვრების პაპილომა ვირუსის არსებობის შემთხვევაშიც კი ჯობია ზოგ შემთხვევაში რომ გაიკეთო აცრები რომ მაინც ამცირებს ტიპისგან გიცავს კიდე რომელიც არ გჭირს. არა, მაგას თავი დავანებოთ. ნახე, კი ბატონო, შეიძლება რაღაცა, ანუ როგორც წესი ხო, ეს 90%-ში ელიმინირდება ეს პაპილომა ვირუსი რაღაცა სპონტანურად ხო, ვადაში დაძლევ, მაგრამ ამის შემდეგ შენ იმუნიტეტი არ რჩება დაახლოებით ერთ კვირაში შეიძლება ხელახლა დაინფიცირდე. ანუ ერთადერთი საშუალება იმისათვის რომ შენ ამ განსაკუთრებით აგრესიული შტამების მიმართ კონდეს იმუნიტეტი არის მარტო აი ეს ვაქცინები, რომელიც ამ ეტაპზე ორნაირია, 4-ვალენტიანი, 9-ვალენტიანი, ანუ 4 შტამის საწინააღმდეგო, 9 ვარიანტის საწინააღმდეგო. დღეს პროგრამით 9-ვალენტიანი ვაქცინა გვაქვს, მაგაზე კარგი უბრალოდ არ არსებობს და ხო, ახლა ვინც გიყურებთ, თქვენ გარშემო მოიკითხეთ ადამიანები, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის და შესაბამისად ბევრს არ უსარგებლია აი ამ ძალიან კარგი შესაძლებლობით, იმიტომ რომ ბიჭების ანუ და ხშირად ხო ახლა ეს ადამიანების ბრალი არ არის ეს უფრო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ბრალია რომ მთლიანად პაპილომა ვირუსები ქალებთან ასოცირდა. იმიტომ რომ გასაგებია ახლა იქ საშუალო სყელის კიბოების შემთხვევები უფრო ბევრი ქონდა და იქ იყო უფრო გადაუდებელი რომ ვაქცინაცია იქ დაგვეწყო, გოგოებში დაგვეწყო რომ შეგვემცირებინა და ამ მიზანს მივახციეთ განვითარებულ ქვეყნებზე ვლაპარაკობ და ბიჭების დავიწყეთ შედარებით გვიან, მათ შორის ახლა ჩვენ ორივე გვიან დავიწყეთ, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში ბიჭების რო დავიწყეთ. კარგია რომ დავიწყეთ, რა ამაზე კარგი რა უნდა იყოს, აღარ ვიცი. მართლა, იმიტომ რომ ხო ძვირია, მაგაცო ფინანსურად ძვირია, შენით რომ მოინდომო კომერციულად გაკეთება, არის ძვირია, ხა
იქით ამ 5000 ლარები ამაში იხადე, აქეთ 3000 ლარები იმაში იხადე, რა ქვია, ვაქცინებში იხადე, სადა ეგეთი ცხოვრება. ხო და ამიტომ ხო მიაკითხეთ ყველა იმაში ამბულატორიაში, სადაც ვაქცინაციის კაბინეტი არის, ეს ვაქცინაც არის ხელმისაწვდომი. ხო და რაც მნიშვნელოვანია, ბიჭები უსიმპტომო გამავრცელებლები არიან, ხო? ანუ ბიჭებში როგორც წესი პაპილომავირუსი არ ვლინდება. დაბალი რისკის ვლინდება მეჭეჭის სახით, მაგრამ კიბოს გამოწვევი მაღალი რისკის თითქმის გამოვლინდება. მაგაც მინდოდა რომ გარდა იმისა, რომ თვითონ ასოს სიმსივნის ალბათობას ამცირებს, შეამცირებს თავის მეუღლის საშვილოსნოს ყელის პარტნიორის, ხო. სამწუხაროდ პარტნიორი იმდენად мотиваცია არ არის მისვლისთვის ექიმთან, როგორც მუდმივი პარტნიორი, ანუ მეუღლე უნდა იყოს. აი გიორგი, იცი ისი დაზუსტება მინდა, აი წეღან ვახსენეთ, რომ ეს სიმსივნე შეიძლება მეჭეჭის მაგვარი წანაზარდით ვლინდებოდეს და ასე შემდეგ. აქ არ მინდა რომ ადამიანებს აერიოთ, აი ბუნებრივი ახლა ტერმინოლოგიურად აღარ მახსოვს რა ქვია მას. ანუ ასოს თავზე არსებული აი მიკროხაოებივით რო არის თავის გაყოლებაზე, ამას რა ქვია და ეს რო ნორმაა ეგ რო ეს არის მცირე ზომის ჯირკვლები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს, ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ ჩანს. მაგრამ ეს არის ნორმალური ასოს თავის ანატომია. ეს არის ასოს თავზე ირგვლივ ესეთი ღარი სანამ დაიწყება, მოდი ესე ვიტყვით, ძალიან მცირე ზომის, ალბათ რა ვიცი, ბუშტუკებივით უფრო არის, ანუ მეჭეჭთან ვიზუალურად საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. და ეს არის ნორმა, ჩვენ ეს არის აბსოლუტურად ნაირ სახეობა, მიყვარს ხოლმე პაციენტს რომ უნები ეცინებოთ, მაგრამ ზოგს ყეხიანი ცხვირი აქვს და ზოგს სწორი თქო და ზუსტად ეგ ვარიანტი არის. ზოგთან უფრო მეტად ჩანს და ზოგთან საერთოდ არ ეტყობა. და დაგვჭა ერთი საკითხი და მოდი ეს საკითხიც გავიაროთ შედარებით სწრაფად. პირველი ჯერ ხა ამ ასოს მოტეხილობებზეც რო არ ვილაპარაკოთ, ალბათ ეგეც არ შეიძლება და მე სანდრო წეღარაძეს ჰქონდა ჩვენი ჩართული დისკუსია, სანამ დავიწყებდით. აი ამ საშუალებებზე, ამ პენისის გაზდის და ასე შემდეგ. მაგაზე რო არ ვილაპარაკოთ, ეგეც არაფრით არ გამოვა. კარგით, ასოს მოტეხილობით დავიწყოთ, რა კი ამ ნაწილში ვართ, ჯერ ამ პრობლემებში ვართ და მე გადავიდეთ. კი ბატონო, ანუ მოტეხილობა დღემდე მოტეხილობა ქვია, შეიძლება ასოს ტრავმაც დავარქვათ, მაგრამ მოტეხილობა რატო ერქვა განვითარების მექანიზმის გამო. დაზიანება ხდება ერეგირებ, ანუ ასო როცა არის გამაგრებულ მდგომარეობაში, მაშინ რაღაც მექანიკური ძალის ზემოქმედებით, ან სექსის დროს, ან მასტურბაციის დროსაც გაგიკვირდებათ და არის ესეთი ისა და რატო ეძახდნენ მოტეხილობას? იყო კაცუნის ხმა, ძლიერი ეს ტკივილი და მერე დიდი სიშაქცევა. იმხელა არის რომ ბადრიჯანის ნიშანი ქვია, eggplant sign-ი, რომ ეს დიდი სიშაქცევა შესაძლებლად ხო, შავი ხდება, ძალიან განიერი და ეს არის რეალურად ურგენტი. ანუ საოპერაციო არის პაციენტი. და ამ დროს რა ხდება? თეთრი გარსი ქვია, რაც იკავებს სისხლს ასოში. მოდი ესე ვიტყვით. ანუ ეს ერექციის დროს ხდება ამ თეთრი გარსის გადაჭიმვა და ეს სიმაგრე რეალურად ხელით რაც ისინჯება არის ეს თეთრი გარსი. როდესაც ერეგირებული არის ასო და ამ დროს ხდება მისი რაღაცა, მაგიტო ეს სექსის დროს არ მასტურბაციის დროს. ანუ კუთხის ცვლილება ის იმდენად დაჭიმული არის ამ შიგნით მაღალი წნევის გამო, რომ სკდება, ანუ ფიზიკურად ზიანდება ეს თეთრი გარსი. ეს არის კაცუნის ხმა, ანუ რაც ესმით და შესაბამისად ეს მთელი სისხლი, რომელიც ამ ერექციის დროს შიგნით არის, გამოდის გარეთ. შესაბამისად შემდგომ მექანიზმი ამის არის რა, რატო არის სასწრაფო საოპერაციო. სისხლის მიმოქცევა, ეს სიშაქცევა მარტო გარეთ არ ხდება. ანუ თვითონ ღვიმოვან სხეულში, ანუ სადაც უნდა მოძრაობდეს სისხლი, იქაც ხდება დათრომბვა. და თუ ეს დეფექტი არ აღვადგინეთ და არ ამოვიღეთ ეს კოლტები შედედებული სისხლი ასოდან, სიცოცხლის საშიში არ არის, მაგრამ ეს მერე იწვევს ფიბროზს და ფიბროზის შედეგად ერექცია ქრება. და ფიზიკურად თუ არ ჩავერიეთ, ძალიან დიდი არის ალბათობა, რომ ერექცია პაციენტს აღარ კონდეს საერთოდ. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ტკივილი გაზდით ხოლმე არ მოდიან იგივე სტიგმის ამბავია, ცხვენიათ რომ მივიდნენ, იმიტომ რომ ესეთი ის არის სტატისტიკა, დასავლურ ქვეყნებში უფრო სექსის დროს ხდება ეს, აღმოსავლურ ქვეყნებში მასტურბაციის დროს. და ძალიან რთული არის ექიმთან მისვლა, რომ მასტურბაციის დროს რაღაცა დავიზიანე,
უჭირთ მოსვლა. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია თან მალე, ანუ იგივე პრინციპი აბსოლუტურად 6 საათი ისემის ამბავი რომ დროზე მოგვარდეს. აი ამ ბოლო საკითხზე გადავიდეთ რა, მე მგონი ამ ჩაწერის წირასაც საუბრობდით. ASOS სიგრძე და ASOS გარშემოწერილობა, რომელიც მტკივნეული საკითხი არის ბევრისთვის, მათ შორის კიდევ ერთხელ რო ახსენოთ ამ პორნო ინდუსტრიის გამო, სადაც რაღაცა შერჩევითად ისეთი ხალხი ყავთ, რომ საკუთარი თავის აღქმა, თვით შეფასებას უმცირებს ხოლმე კაცებს, მამაკაცებს, რატო იძახენ ხოლმე, რა ვიცი, კაცებს და ბიჭებს. და აი ამ შიშს და ამ მოთხოვნას პასუხობს ბევრი ესეთი შარლატანური კომპანია, ორგანიზაცია, ეს სააგენტო იქნება, რაღაცა ფსევდოფარმა კომპანია, 1000 დანამატებით, გელით, რაღაცა ისეთი ჩარევებით, რომელიც გპირდება იმას, რომ გაგეზრდება ASO, ან გარშემოწერილობა, ან სიგრძეში, ან ასე შემდეგ. რეალურად თუ არსებობს ASO-ს გაზრდის უსაფრთხო გრძელვადიანი მეთოდები და საფრთხის შემცველი რაც არის, აი ესენიც რაც გაგვახსენდება დავფაროთ მოკლედ რა. კარგით, ნახეთ, როგორც თქვენ თქვით, ორი ვარიანტი არის სიგრძის მომატება და გარშემოწერილობის მომატება. სიგრძის მომატება მედიკამენტით არ ხდება ნამდვილად. არის რაღაცა რთული ოპერაციული ჩარევები, რომლებიც ფაქტიურად არსად არ გამოიყენება მსოფლიოში, უროლოგიურ ლიტერატურაში, წიგნებში გვაქვს, ანუ ვიცით, რომ ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ისეთი და იმდენი გართულება ქონდა, რომ რუტინულ პრაქტიკაში არავის არ აქვს მსოფლიოში. ანუ ჩავთვალოთ, რომ სიგრძეში მომატება რეალურად არც მედიკამენტით, არც ქირურგიულად არ ხდება. ერთადერთი ოპერაცია, რომელიც ასე ვთქვათ, ოპტიკური ილუზია არის, ASO-s საკიდი იოგების გადაჭრა, რომლებიც ვიზუალურად თითქოს უფრო გრძელი ჩანს ASO-s, ნამდვილად ამხელაც იყო იმხელა არის, უბრალოდ იმიტომ რომ იოგებზე ჩამოკიდებული აღარ არის, ვიზუალურად ჩანს უფრო დიდი. ეს არის ერთადერთი ჩარევა. რაც შეეხება სიგრძეს. რაც შეეხება გარშემოწერილობას, დიდი ხანია ცდილობენ სხვადასხვა ის ვერ მივხვდი, ანუ ამ იოგებს რო იმას იზამ, ჩამოკიდებულია და მაგის ხარჯზე? მაგის ხარჯზე, კი, იმიტომ რომ აი წეგან როგორც შარცადენმუზე ახსენით, რომ რეალურად რკალს აკეთებს ეს კაცი, იმიტომ აკეთებს, რომ ASO არის მიმაგრებული ბოლქვენის ძვალზე იოგებით. და ესეთი ანატომია არის ესეთი და ერექციის დროს მაგიტყვარი რომ ASO ადის ზემოთ. ამ იოგების ჩაჭრის შედეგად ეს რკალი სწორდება მეტნაკლებად და შესაბამისად, რადგან თან ძვალზე აღარ არის მიმაგრებული, დაკიდებული ნაწილი ASO-სი ვიზუალურად ჩანს უფრო დიდი. თორე რეალურად ის ღმოვანი სხეული რაც არის. ის მაგივრად ესეთი ხდება და უფრო ხო, მოხლის მაგივრად სწორდება და გონია რომ უფრო დიდი არის. ანუ სუფთა ვიზუალი არის, მეტი არაფერი არ იცვლება აბსოლუტურად. აუ, რა ვირეს მოკლება. გარშემოწერილობას რაც შეეხება აქაც იყო ბევრი ძალიან ეხაც არის ძალიან ბევრი მეთოდი შედარებით რთული ქირურგიული ჩარევები რომელიც ასევე არაა პოპულარული იყო იმპლანტები სილიკონის რომლებიც დღემდე არის მაგრამ გართულებების რიცხვის გამო ფიბროზის გამო რომელიც მე დამატებით პრობლემას იწვევს დღესდღეობით პოპულარული არ არის პოპულარული ეგრეთ წოდებული ფილერები ცხიმითაც საკუთარი ცხიმითაც კი ავსებენ ხოლმე იმიტომ რომ რეალურად სინთეტურ ფილერებს და საკუთარ ცხიმსაც დაახლოებით ერთნაირი ისე აქვს რომ რაღაც პერიოდი რჩება კანქვეშ და მერე იწოვება სინთეტურ ფილერებს უფრო დიდი ხანი აქვს ეს ცხიმი ძალიან მალე იწოვება რეალურად და დღესდღეობით ვისაც უნდა გარშემოწერილობის გაზრდა ალბათ ჯობია ფილერით გაკეთდეს თუმცა უნდა იცოდნენ რომ რაღაც თვეში 6 თვიდან რომ დავიწყოთ ალბათ ვიღაცას ვისაც გავმართებს უფრო გვიან გაიწოვება მაგრამ საშუალო ვადა არის ეს რომ თუ მათ იციან რომ გაიკეთებენ ესე რაღაც პერიოდში ერთხელ ფილერს მაშინ პრობლემა არ არის გარშემოწერილობის გაზრდა საკმაოდ შეიძლება იმიტომ რომ კანქვეშა ცხიმი ASO-ზე საკმაოდ წელვადია კანიც დიდი სივრცე არის ამ კანქვეშა ცხიმის და ბევრი ფილერის ჩატევა შეიძლება რაც გარშემოწერილობას საკმაოდ ზრდის. ხო, ეს გელები, კრემები, მაზები ასე გელები, კრემები, მაზები არაფერს არ აკეთებს აბსოლუტურად. ანუ ეს არის აფერისტობა. თაღლითობა. თაღლითობა. უფრო ძიმე მუხლი რა. ხო, იმიტომ რომ ხშირად ხდებიან ისე ვისაუბრეთ დაწყების წინ რომ ონლაინ ძალიან ხშირად არის ესეთი მექანიზმები, სკამები, ქართულად თაღლითობა. ხო, თაღლითობა. ხო,
რომ ანუ ხდება ყიდვა, თითქოს რაღაც რეკლამა არის, მე გამოიწერთ, მოგივათ წამალი, არაფერი რეალურად ეფექტი რო არ ექნება, ვერც მოიძიებთ საერთოდ საიდან გამოიწერთ. და ბოლო კითხვა დავსვათ, მაშინ ალბათ დავამთავროთ. გიორგი, თუ შეგვიძლია რომ რაღაც ისეთი ზოგადი რჩევა მივცეთ, ახლა დღეს შენახსენე ბევრჯერ რატო არის მნიშვნელოვანი უროლოგებთან ვიზიტი, რატო არის ეს სპეციალობა და რატო ხართ ეს მნიშვნელოვანი ადამიანები ნებისმიერი კაცის ხოვრებაში. და არის რაღაც ისეთი რჩევები, რაც შეგვიძლია ვუთხრათ, იმიტომ მეც აი იმ კაცმაც რაც თქვა რომ აი მერიდებოდა მოსვლაო და რაღაცეები. აი როგორ შეგვიძლია რომ ვუთხრათ, რომ რა გაითვალისწინონ, რა უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ ალბათ ინფორმაციის ნაკლებობა არის ხოლმე, ხო, ის რის გამოც შეიძლება არ აკითხავდნენ. ანუ იმ როგორ უნდა მოიქცეს იქ ეს არიცის, რა შეიძლება იქ ელოდებოდეს, როცა მივა ექიმთან. ხო, აი რამე შეგვიძლია რჩევები მივცეთ, რომ როგორ მომემზადოთ მაგალითად. პირველ რიგში ერთ იმას ვიტყვი, რომელსაც როგორც წესი დასაწყისში ვიძახი ხოლმე, მაგრამ ეხლა რადგან მამაკაცის ჯანმრთელობის თვე არის, ბოლოში ვიტყვი, რომ მარტო კაცების ექიმი არ არის უროლოგი. ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ერთ-ერთი ყველაზე ისეთი შეკითხვა არის, რომ როგორ თქვენთან ქალებიც მოდიან და თირკმლები და შარდის ბუშტი და შარდსაწვეთები ქალებსაც აქვს შესაბამისად ჩვეულებრივად მოდიან ჩვენთან. სხვათა შორის ერიდება ძალიან ხშირად ქალებს. ანუ შარდის შეუკავებლობა არის სულთა უროლოგიური დაავადება, 90% ეუბნება გინეკოლოგს. რომ ქალები არიან ხოლმე და ქალებთან და ურჩევნია. გინეკოლოგი ყავთ ამის ოჯახის ექიმები და რეკომენდაცია კაცებისთვის ეგ არის, რომ უროლოგი ჩათვალეთ, რომ არის ოჯახის ექიმივით, იმიტომ რომ დაწყებული დაბადებიდან და განვითარების ანომალიები საკმაოდ ბევრი არის უროლოგიური კუთხით და ამას აბსოლუტურად უროლოგი მართავს. დამთავრებული გერიატრიულ პაციენტებამდე 80 წელს ზემოთ და აი თქვით, რომ ძირითადად პროსტატის კიბო და სხვა ბევრი დაავადება ასაკობრივი არის. ანუ შეიძლება ერთ ექიმთან იყოს მამაკაცი მთელი ცხოვრება. დაბადებიდან, ალბათ გერიატრიამდე ერთ ექიმთან ვერ იქნება დაბადებიდან, მაგრამ უროლოგს შეიძლება კონდეს რატო? ისე იცვლება ყველაფერი, გიორგი შეიძლება. ამიტომ მე თვითონ იმის პრობლემაც იხსნება, რომ აი ეს მორიდების პრობლემაც უკვე მართლა ამის ზოგიერთთან ოჯახის წევრივით არის, ისე თავის დარეკვებით და მოკითხვებით და დაახლოებით, ასე რომ არაფერი მოსარიდებელი, არაფერი ტაბუ დასადები უროლოგთან არ არის. ნებისმიერ ჩიულზე უნდა მივიდეთ. გიორგი, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. აქვე უბრალოდ დავამატებ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვინდოდა ამ თემაზე საუბარი. დიდი ხანი ვემზადებოდით მე და სანდრო ამ ეპიზოდის მოსამზადებლად დიდხანს ვარჩევდით, მათ შორის ჩვენს რესპონდენტსაც და კარგადაც შევარჩიეთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც მოგეწონებოდათ და მიიღებდით იმ შეკითხვებზე პასუხს, რომელიც შეიძლება თქვენ გარშემო დასმულა, ან თქვენ შეიძლება გქონოდათ ეს შეკითხვა. ჯანსაღი დიალოგი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი, გამოყვებით ჩვენ სხვა სოციალური მედიის გვერდებზე და გაუზიარეთ ეს გვერდი სხვებსაც. იმიტომ რომ ისეთ სპეციფიკური ნიშა გვიკავია, მაინც საუბრობთ ჯანმრთელობაზე, მეცნიერებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ეს არ არის ძალიან სკანდალური თემები, ამიტომ შეიძლება ვიღაცის ყურადღების მიღმა დარჩეს და რაც მეტ ადამიანს გავუზიარებთ ხოლმე კარგი ინფორმაციას, მით უკეთესია, ასე რომ აი ხა უყურეთ ამ ვიდეოს და შეარს დააჭირეთ და გადაუგზავნეთ რამდენიმე ადამიანს, რომ მათაც ნახონ. ვისაც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, რომ ეს ყველაფერი მოსმენილი უნდა გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა დროებით.